მიღავატეს არაერთხელ ზოგჯერ ქმარმა ზოგჯერ იმან ვისაც მეგობარი ერქვა შენი ცხოვრების ამბავი ყოველ ორშაბათს 22 საათზე მიღალატეს არაერთხელ ზოგჯერ ქმარმა ზოგჯერ იმან ვისაც მეგობარი ერქვა შენი ცხოვრების ამბავი ყოველ პარასკევს 22 საათზე გადაცემა სარკასტიკა გახსნილად გამოგვიცხადებია რატი დურგლიშვილი ჯერჯერობით არ მოდის ჩვენთან თუმცა ის მაინც ჩვენ გულებშია რატი გელოდებით ან შენი ჩანაწერი გავრცელდება გადაცემაში ან შენ მოხვალ შენი ფეხით ჩვენთან კი თუ არა და პირადად მე დამაბრალი თუ გინდა შენ მოიცახლო მეგობრობ პირდაპირ ავთვლით არა არავის აღარ დავაბრალებ ხა პრინციპში ხალხი ითხოვს რა საუბარი იყო ნინი ბადურაშვილსა და რატი დურგლიშვილს შორის კი ჩვენ ხო შავ მასალას სულ ვინახავთ როგორ ინგა გრიგოლიას მასალა შენახული გვაქვს და ინგაც შეგვპირდა რომ ოღონდ ეს მასალა არ გაუშვათ გაზაფხულზე გესტუმრებით სტუმრად და კარგი გამახსენდა ჯერ ხა ინგას არსალია ქვეყნა გამომდინარე ისეთი არეულობა რატის რო აქვს დრო რომ მოკლედ მეგობრებო პირველ რიგში ყველას უდიდესი მადლობა რადგან წინა გადაცემის ლაივ რეჟიმში ერთდროული 9342 მაყურებელი იყავით რაც არის ძალიან მაგარი რეკორდი უდიდესი მადლობა თქვენ ამისათვის და კიდევ ერთი დიდი თხოვნაა რომ ჩვენ როდესაც ვამოწმეთ პროცენტულად 60% არ არის ჩვენი გამომწერი. სულ აი ისე უყურებთ და გამომწერებიც არ არის. მეგობრებო, გადადით, გამოიწერეთ ჩვენი YouTube არხი და ჩართეთ ზარის ღილაკი, ეს არის ჩვენთვის მნიშვნელოვანი, რადგან თუ YouTube მიდის წინ, ესე იგი ჩვენ გადაცემას აქვს აზრი რომ იარსებოს და თქვენ ყოველ ორშაბათს გახალისოთ. რა უნდა რა, შედი და subscribe. როგორ თქვი? Subscribe. როგორ გიყვარს ჩემი ინგლისური აი გამონათქვამი. დღეს გვექნება სხვადასხვა ინგლისური ზარები. კაი. ისე სხვათა შორის ვეღარ მოგიკითხე, რაც საფრანგეთიდან ჩამოვედი, რასთან დაკავშირებით? დაიკარგე რაღაცა, ხო კარგად ახარ? კი, კარგად, თუ რატომ უნდა ვიყოცო? რა მჭირდა? დარიწახი ხალხში? რა? დებილი, ხა რა უნდა, თუ არ პირარიყო და? არა, როგორ არა. მეგობრებო, თქვა? რა, არ ვიცი რა სიძახი. შებრილობა რო გაწუხებს და კუჭი რო ვერ. შე დეგენერატო, ეგ არის კლიმატს რო ისული. რა ყველას ჭირს ეს? რაც აქედან გავფრინდით, ანუ გაფრენის დღიდან ჩამოფრენის დღემდე ტოლეჩი არ იყავი ნამყოფი. ისე შემეშინა. ტოლეჩი კი ვიყავი საპირფარეშოში ნამყოფი, უბრალოდ უშედეგო ჩევდიოდი. ხო და რა ისეთი ხო არა გაქვს? ასაკობრივი ხარ ჩაგეკირა. შემოგწხებ ტუჩებში. ეგ არის ჩვეულებრივი, როდესაც მიფრინავ სხვა ქვეყანაში ან მაღალმთიანში რაღაცა კლიმაქსის საკაკთა არის ძაღი. ფაინი რა კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებით ყოველთვის ადამიანებს რაღაცები ეცვლება ხოლმე და მე აი მოხდა ისე რომ შებერილობით ვიყავი. თეთრას. მე სხვათა შორის შენთვის საჩუქარი მაქვს. რა საჩუქარი? აი კარგი საჩუქარი იმედია. სასწაული. აღარ ადგები იქით. მე ხომ მიკაიფები. არა შეხო საფრანგეთი ძალიან გამონებივი და მეს გადავწყვი რომ შენთვის საჩუქარი გამიკეტებინა. განახო თუ გლოვოს კურიეს დაელოდები. მაჩვენე. აი მე ისე გაგიხარდება რომ ჭკვიდან გადაყვალ. ეხლა წესიერი რამე იყოს თავს გაგიწე. რა თქმა უნდა, აი ნახე. ეს რა არის? ეს რა? აი რა სანამ გაფრინდები და რომ ჩამოფრინდები დაჯდები აი ესეკო. ბავშვი რა მაგაზე სახი დაგაჯენ ახლა. და ხო ის დეგენერატო, კი? ეს შეგილია მაგანი დატარო, აქ და ჩანდაშჩადო, ყველა უნიტას ერგება. საწყალო შენა. ეგ დაგჭირდება შენ ახლა ნახე რა გიყო მე. მოკლედ გადაცემა სარკასტიკაში არა, გავბრაზდი ახლა იცი ძალიან მეწყინა. გაბრაზდი, გაბრაზდი. მე საჩვენ, მე ანუ არც ასაკს პატივს არსებ ეს ლაწირაკი ბავშვი. იცი მე როგორ შემეწოდე? რო შედიოდი და მე იტყვიან შენი ბებერი ფან-კლუბი რატო ურტყავსო და სარტყმელი ხარ, აბა რა ხარ? კეფისები თუ ჩარჯიბიც ვეკამოდრიგ საფრანგეთში და ის ჩარჯიბით მას ვერ მიშველა. საწყალო. კაი, დავივიწყოთ ეს თემა. ან დავტოვებ ან არა. არ ვიცი, პოცი გავაფუილობ, ნერვიულობ უკვე. დაზიანება ხო არა გაგრამე. გაეთრი ახლა დაამთავრე, მოგიჭრი ყველაფერს. და დაგიტოვებ რამე სისულელეც და დებილი გამოჩნდა. აი ან დარტყმული რაღაცა. მაგალები ხო არის წვედი რაღაცა არ იცვლება აი პერედოკით რაღაცა. ეხა მაგრა ქცე. გადავედით, всё, მორჩა, დავხურეთ ეგ თემა. მოკლედ, შემდეგი თემა გვაქვს
ქვეყანაში დაიცადე ბოლოს ვეღარა კითხე შები არა, სასაცილო, არა. იცი რამდენ ადამიანს ჭირს ეგ შებერილობა? ახლა შენ დაცინი ნახევარ ქვეყანა. დამავი ესკივის ბოლოს რა მოხდა? ანუ მოგვარდა? შენ რო გიყურებ, მე გავდივარ მარტივად. всё, გავაგრძელეთ. როგორ ბრაზდები და მე რომ ამცირებ, მე გეგარ მოგწო. სად გამცირებ? აი სად დამიმცირებ? თუმცა ეს არის მთელი საქართველოს ინერვიულებს, რომ შეკუჩი. კაიფსა. რამდენი ხანი უნდა ილაპარაკო? აღარ ვიტყვი. და ჯერ გასწორდი, ჩაწოლილი რო ხარ, მაყურებელი გიყურებს, აი მე შებერილობის პრობლემა არ მაქვს გასწორდი, ჩაწოლილი ხარ. აი მე ხახვაი თუ ატყობთ რა დღეში ვარ. კაი, всё, გადავიდით შემდეგ თემაზე. მე ვაფშე მოგთავაზებდი მე რა შებერილობა. ეხლა როთემდე უნდა ილაპარაკო. კაიფსა. ახმას აღარ. გადადი შემდეგ თემაზე, გადადი. ისე მინერული. Ola pinda mamita. Კაი ხო, კაი. ნელაპკლავი არა მომიგდო. შემდეგი თემა რა არის? რა კარგად იცი სცენარი? ჩვენი გადაცემის სპონსორია Flame Food, რომელიც მდებარეობს სუხიშვილის 45A-ში. სივრცეს სადაც შეგიძლიათ დააგემროთ უგემრიელესი კერძები. ასევე მას აქვს მეორე ფილიალი, რომელიც მდებარეობს ვაზისუბანში, ზურაბ ბეგიაშვილის 32 ნომერში. ასევე ჩვენი გადაცემის სპონსორია სანდომი ტკბილელობის სამყარო. არა მარტო ტკბილელობის, მარილიანი კრეკერები, ну მოკლედ ყველაფერი აქვს, რაც არის უგემრიელესი თქვენი ბავშვებით, არა მარტო ბავშვებისათვის. ასევე ჩვენი გადაცემის სპონსორია მიჰაუსი. რომელშიც იყო 26 მაისს დარბევა. მესამე ომი. მიჰაუსი მესამე მსოფლიო ომი. მამაღლა თქვა, არიან მეგონი დაძარალებულები, ზოგს ფეხსაცმელი გაზდვრა, ზოგს თავი აქვს გატეხილი. ზოგს თავი. მოკლედ რომ ავხსნათ, ჩვენ ჩავწერეთ ვიდეო რგოლი, რომ მიჰაუსში 26 მაისს იქნებოდა არნახული ფასდაკლება და ყველაზე მოთხოვნადი ნივთები გაიყიდებოდა 26 ლარად. უამრავი ნივთი, რომელიც გაიყიდებოდა 6 ლარად. ეს იყო მაგიდა თავის ორი სკამი 26 ლარად გაიყიდებოდა, მაგიდა თავის ორი სკამი, სარკეები, აბაზარი. მოკლედ მთელი ამბები და ვიდეოს გავუშვებთ. ახლა შეგიძლია ნახოთ და რა ამბავი იყო მიჰაუსში. მიჰაუსი კიდევ ერთხელ შემიძლია ხმამაღლა თქვა, ეს არის ის ჰიპერმარკეტ სივრცე, რომელიც ყოველთვის თავის მომხმარებელს ანებივრებს. მოდი ახლა იცი რა გავაკეთოთ? დავურეკოთ ჰუალინგ ჯგუფის მარკეტინგის ხელმძღვანელს ნოდარას. ნოდარა. და ვუთხრათ რომ 26 ლარად კი წავიღეთ მაგიდა ორი სკამით, მაგრამ ისეთი დაზიანება მოგწ რომ ვინ ანაზღაურებს ამ დაზიანებას? ვინ ანაზღაურებს? მართლა საშინელება ხდებოდა. ისეთი ამბები. რა აქციებს გეგმავენ ბიჭო, აი წარმოიდგინე, მთელი საქართველო იქ იყო. ურეკავთ ნოდო ჯავახიშვილს. ჰუალინგ ჯგუფის მარკეტინგის ხელმძღვანელს. ალო, ნოდო გამარჯობა, როგორ ახართ? გამარჯობა. მე გუშინ ვიყავი თქვენთან. შევიძინე 26 ლარად მაგიდა ორი სკამით და გამოსვლის დროს რა ვიცი, ვიღაცა სკამი შემოაქნია და კეფაში მომხდა, კეფის ძვალი მოგდაზიანებული. და ისა ხო და კურნალობა მესაჭიროება სერიოზული. ხო და ამ 26 ლარიან მაგიდას ორი სკამით დაგიბრუნებთ, თავარია მიჰაუსმა მიმკურნალოს. კი, გასვაპარაკოთ, მაგრამ ისიც რა მაინტერესებს, ჩვენ ყველანაირ ზომებს ვიცავდით და იქვე თუ რამე ხდებოდა ვაკონტროლებდით და თქვენ არ ყოფილა რომ ისე გაფიქსირებინათ რამე პრობლემა არ ყოფილა მსგავსი არაფერი. არა, ერთადერთი მახსოვს რომ აი საიწია ჟალუზი თუ რაღაცა შემოსასვლელში და იმის მე აღარაფერი მახსოვს, ერთადერთი მახსოვს რომ ერთი გადავლა და მე დაბნელდა. მაგრამ მაინც შეიძინეთ, ხო? არ გავუშვი, ისე მქონდა ჩაჭიდული მაგიდას და ორ სკამს ხელი, რომ საავადმყოფოშიც ვერ გამომაძრეს სკლავებიდან. ანუ თქვენ შეგხვდათ ეს მაგიდა და ორი სკამი. ვაიმ შეხვედრას აღარ მივარქა ჯანმრთელობა. და კმაყოფილი ხართ მაგიდას და ორი სკამით? თუ ვერ დავჯექი როგორ იქნები კმაყოფილი, ჯერჯერობით ამიკრძალე ექიმა, ვერავდგები, წამოწოლილი ვარ. და დივნებზე როდის აგაქვთ აქცია? რა გაკეთეთ ბიჭო, თელი საქართველო რომ მიიყვანეთ აი. თელი საქართველო ტრამატოლოგიურში რო არის გადაყვანილი, რა გააკეთეთ? დაკლეტილები არიან აი.
ჩვენ სხვათა შორის გვექნება ხა ათლარად ყველაფერი. კი, მე ვიყავ ძალიან ბევრი ხალხი და ამის ძალიან დიდი მადლობელი ვარ თქვენს დაგვიდექით ამის გვერდით და ძალიან კარგია. ანუ ესე იგი თუ ვიღაცა ხალხის ჯგუფის მოშორება გინდა, მიხაულში გამოვაცხადოთ 10 ლარიანი ისა ფასები და შეუშვათ ეს ჯგუფი, აი არც უნდა ჩარევა, ისეთი ამბები მე იყო. ხა არ ვიტყვი და თქვენს გინდოდათ ეს მაგიდადოს ხათაშორის არა, ვიტყვი, მე ვაღიარებ რომ მინდოდა და მე ვცდილობდი ჩამეწყო რა იქნება მეთქი ეს მაგიდადოს კამი გადამიდოთ და ვითომ 26-ში ვიყიდე რა. მაგრამ მე მინდა რომ ხალხმა ეს თუ არ ამოწეს რომ გავიდეს რომ ხალხმა რამდენმა რამდენი აგით იმიტომ რომ ძალიან ბევრს არ ჯერა რომ გადადება და რაღაცა შეიძლებოდა და არაფერი არ იყო არაფერი ნამდვილად იმიტომ რომ მე და ნოდო რა გვაინტერესებს იცი ამ ნერვიულობის ნიადაგზე იყო გაგცვდა თმა და ჩვენ გვახსოვხართ ხუჭუჭა ბიჭი ხუჭუჭა იყო სანამ 26 მაისამდე ხუჭუჭა იყო. მოდი გავაკეთოთ 26 მაისამდე და 26 მაისის მერე ფოტოები. მაისამდე ვიყავი ხუჭუჭა კი. ნოდო უდიდესი მადლობა რომ ჩაგვერთე. მადლობა თქვენ. ესე იგი ვიხარია რომ თქვენ ერთ-ერთი ჩვენს ვართ თქვენი გადაცემის მხარდაჭერი და წარმატებებს გისურვებთ, იმიტომ რომ ადამიანები ამბობენ ჩვენთან მოსულები რომ ძალიან უხარიათ რომ თქვენი გადაცემა არსებობს და მეც ძალიან მიხარია რომ ეს ყველაფერია. ძალიან დიდი მადლობა. მაგიდას კამებს ველოდებით. თქვენ მოახდინეთ გადატრიალება ინტერნეტ სივრცეში. აი მე უდიდესი მადლობა. აბა ძალიან შემდეგ აქციებამდე გემშვიდობებით. აბა კარგად. კაი. ეხლა სიცილია, მაგრამ პოცი აუცილებლად უნდა გააფუილო და წააფუილო, იმიტომ რომ ეხლა ვიწყებთ ყველაზე დიდ სკანდალურ ამბებს. პირველი ამბავი არის ის, რომ რუსთავი 2-ზე დაიწყო ახალი გადაცემა, რომელიც მიყავს სალომე გოგიაშვილს. სალომე გოგიაშვილი ის არის ქმარმა რო უღალატა და რაღაცა რო აბრალებდნენ ჩაქუჩი ჩარტყმას, ჩვენთან გადაცემაშიც იყო სტუმრად და ამ ამბის შემდგომ მაია ასათიანი გამოვიდა, რომელმაც განაცხადა, რომ სუსტად რო წავიკითხოთ ეს ტექსტი, ეკრანზეც გამოვიდა, მაგრამ ვინ მოგცათო პროფილის სახელის გამოყენების უფლება? მაია გააბრაზეს. მაია ასათიანმა თავის გვერდზე განაცხადა ესეთი რამ. ერთმა პროპაგანდისტულმა არხმა დაწერა პროფილის მსგავს გადაცემას ვიწყებთო. მეგონა მეჩვენებოდა საკუთარი გადაცემის სარეკლამოდ 6 წლის წინ დასრულებული თოქ-შოუს სახელს რომ იყენებ, დიდი პროფესიონალი ხარ აშკარად. ეხლა დაურეკოთ მაია ასათიანს, შემდგომ დაურეკოთ სალომე გოგიაშვილს. და რა მოხდა? რატო მოიპარა პროფილის ისა რა ქვია, სცენარი და რაღაცები? ალბათ ეგრე გამოდის რა. მაია ტყუილს არ იტყოდა. ხო. გაბრაზდა ესე იგი. ნახოთ ეხლა ვინ ტყუის და ვინ არის მართალი და არის თუ არა სხვა ფორმატი, მაგრამ ზოგადად ეს ფორმატი ხო არავის არ აქვს თავის ექსკლუზიური, ყველა საიდანღაც აქვს წამოღებული. ხო. ნახოთ აბა. ნახოთ მაია რა. მაია სალამი როგორ ახარ? გიორგი ვარ ნაზღაიძე, გადაცემა სარკასტიკიდან გირეკავ. როგორ ხარ? კარგად ბიჭუნა, შენ როგორ? რავი, ნელა. ეხლა რაზე გირეკავთ ჩვენ რა? აი ესე იგი, რუსთავერზე ხო დაიწყო ეს გადაცემა სალომე გოგიაშვილმა. მაგას ერთად არ მინდა ვაპარაკე. კაი, ერთი კომენტარი, შენი პოსტი ვნახეთ. არა? ანუ დადებითად აფასებ თუ უარყოფითად? არაფრის თქმა არ შემეძლია ეხლამდელ რუსთავიერს. და პროფილის ანალოგი არის თუ არა ეს გადაცემა? არაფრის თქმა არ შემეძლია ეხლამდელ რუსთავიერს. კაი, მაია, ძალიან დიდი მადლობა, გვიყვარხარ დროებით. წარმატებები. პაკა. მოკლედ, მაია ასათიანს თუმცა კომენტარი არ გაუკეთებია? რა აღარ გაუკეთებია, ხალი გაგიჟებულია, მაგაზე მე კომენტარს არ ზოგადად რუსთავერზე კომენტარს არ გავაკეთებო. როგორ გააბრაზეს ადამიანი? სალომე გოგიაშვილს დაურეკოთ. ისე რართული ამდენი წელი რაღაცა გადაცემას აკეთებ და უცებ წკაპან და აღარ არის რა. წკაპან და სალომე გოგიაშვილი უკვე აი კიბეებზე ჩამოდის. ურეკავთ სალომე გოგიაშვილს, რომელმაც დაიწყო ახალი გადაცემა, რა ქვია, გისმენ თუ მისმენ? პროფილი სალომესთან. არა. ამბავი. სალომე გადაცემა სარკასტიკიდან გირეკავთ, აბა როგორ ხარ? ძალიან კარგად, დიდი მადლობა. ესე იგი, პირველ რიგში გილოცავთ გადაცემის დაწყებას. უღმესი მადლობა. და მე მაია ასათიანია დამალული ჩაქუჩით არ გამომბეკიდოსო.
მოკლედ მაიას პოსტი ვნახე ჩვენ, სადაც თქვა, რომ ერთმა პროპაგანდისტულმა არხმა დაწერა პროფილის მსგავსი გადაცემა მას ვიწყებო და მეგონა მეჩვენებოდა საკუთარი გადაცემის სარეკლამო. მოკლედ ამ გადაცემაზე თქვა, რომ ეს არის პროფილი, რომელიც თავიდან გააცოცხლეს და ეს არის ჩემი შოუ. ნუ ესე ჩონჩხი რო ვთქვათ ეგრეა. თო ანუ 6 წლის დასრულებულ ток-შოუს სახეს რომ იყენებ, დიდი პროფესიონალი ხარ აშკარად. ხო და გითხარი, აბა შენ რას ფიქრობ ამაზე? ეგ პოსტი მეც ნახე. და საბედნიეროდ მეორე დღეს მაიამ დამირეკა. საბედნიეროდ მაიასთვის თუ საბედნიეროდ ადამიანების ურთიერთობისთვის, იმიტომ რომ მაინც ფიქრობ, რომ როდესაც გაუკვევლობა და მით უმეტეს იცნობ ადამიანს და გააქვს ურთიერთობა, აუცილებლად ჯობია ხოლმე რომ გაირკვეს, რომ არ იყოს რაღაც კითხვის ნიშნები. და რო დარეკა ავუხსენი, რომ ეს იყო ოპოზიციური რაღაც გვერდი, რომლებმაც გადაწყვიტეს, ну, როგორც ახასიათებთ, რომ მაიასაც გული დაწყვიტონ, არ ვიცი რაღაცა მე თვითონ რაღაცნაირად ესე წამკბინეს, რომ მეტი ფანტაზია არ აქვს, ეთყობა რუსთავიორის სრულიად კოლექტივს, რომ მან და მაინც ახლა რაღაც გადაცემა არ გაიმეორონ და შესაბამისად ეთყობა ელოდებოდნენ, რომ მეც რაღაცა პასუხს გავცემდი, მაგრამ საბედნიეროდ ავუხსენი, გავარკვიე ყველაფერს. მიხდა და მითხარ, რომ ძალიან წუხარო, იმიტომ რომ მეცო ძალიან დიდ შეცდომაში შემოყანესო და ისე შენი აზრით ეს ფორმატი არის თუ არა პროფილის ფორმატი, რაც შენ მიყავს გადაცემა? იცი რადიო, ნახე როგორ არის ყველა ток-შოუ უმეტესობა გავს ერთმანეთს, ყველა ток-შოუს ყავს წამყვანი და ყველა ток-შოუს ჭირდება სტუმარი, ხო ესე კი. სამწუხაროდ არ ვიცი, ჯერჯერობით არ გამოუგონია არავის, თუმცა არსებობს ისეთი ток-შოუები, სადაც ძალიან დიდი ფინანსური რესურსია საჭირო, რომ რაღაც ის ლაპარაკობს მაიასათიანი მეგონა. ისე საუბრობს, რომ მაიასათიანი მეგონაო. დასერდიანი. თუ მოგივარდი მაგ და შენ ნახე, აი თუ მოგივარდიო ჩაკუჩითო, ნახე რა გითხრა. რა მითხარი, იცი, მაგრამ დივნები რო გაქვთ მაიასათიანის, იცი, შენ გითხრეს ეგ? წვანე დივნები. წვანე და იასანი. მაიამ შეაკერინა. მართლა, ეგ არის ძველი დივნები რუსთავიორის. არ არის ძველი, მე რომ მივედი, მე მივიტანე ეგ. სახლიდან მიიტანე, კალო რეებს იგონა. ნუ იგონებ, ეგ ძველებია მაიასათიანი აჯენდა. იაფარულა ვაყავს მაგ დივანზე და ამოვანაცოთ. ამოვანაცოთ, მაია გაგიჟებული და დივნები მაინც გამომატანო. არა, ახალ-ახალია შემოწირდა. ანუ ესე იგი დალაგდით, რაც მთავარია და ყველაფერი კარგად არის. დავლაგდით, კი. გოგო, შენ გადაცემაზე იძახიან, რომ ადრე მაიას პროდიუსერი ყავდაო და ეხა შეცვალა პროდიუსერიო, მართლა? ვის ყავდაო? შენ ყავდა მაიასათიანის პროფილის პროდიუსერი ამ გადაცემაზე, კეთი ლომსაძე. არა, ჩემ პროდიუსერი არის შენი მეგობარი თამარ ბოჭორიშვილი. თამარ ბოჭორიშვილი, მე ვიცი, რომ სტუმრების მიმართულებით არის კიდე მარიამო და კეთი, არა, თვითონ მითხეს რუსთავიორშიც გავარკვიე, ხო იცი ყველას. არა, შესწომაში. კეთი ლომსაძე იყო ესეთი ისა პროდიუსერი თქვენთან, რომელიც იყო პროფილის პროდიუსერი თავის დროს. არა, შესწომაში შეგიყვანეს, იმიტომ რომ ჩემ პროდიუსერს სულ რაღაც 3 პროდიუსერი მყავს, რომლებიც მუშაობენ ამ გადაცემაზე. ანუ მეტი არავინ არ არის იქ. ამიტომ არ გამოგივიდა ხა მაიმუნობა. არა, ეგრე გვითხრეს ჩვენ. აუ, მაინც რა არის გავლენიანი ქალი 3 პროდიუსერი ყავს. აბა. კაი, სალომე, მადლობა წარმატებას გისურვებთ. ძალიან მიყვარხართ მე თქვენ და იმედია რომ მალე გნახავთ ჩემ გადაცემას. აი. ოცნით, პაკა. პაკა. რუსთავიორში ხო ასეთი ამბებია და არც იმედი არ ჩამოჩი. იმედში ხო მიდის, სემატყეპა, ღმერთო, კიდევ კაი ამ გადაცემის ისაა, რა იდეის შემქმნელი, თორე მე გვენ შენს გამაგდებდი. ეს თურმე ეს ხო დაბალი ადამიანია, ხო ძალიან ნიჭიერი ეს გია ჯაჯანიძე. თურმე რისი ბრალი ყოფილა, იცი? იმედში მისulis დღიდან ნანიკო თურმე სუთავშის. და მაგითო ვერ გაიზარდა. არა, კაცო ნანიკო მაგარი. მოკლედ ამბავი არის ასეთი, იყო საქართველოს ჩამოყვანილი მსახიობი, იტალიელი მსახიობი, რა ქვია მაგ
ორნელა მუტი. პერსი რათა თქვი, ორნელა მუტი. მოკლედ იყო ჩამოყო, ჯერ საერთოდ ვერ გავიგეთ რატო იყო საქართველოს ჩამოყვანილი ეს გალი. სამწუხაროდ მე დავტოვე სარკასტიკა, ჩემი ნებით სამ დროს გადი გააჯვება. ანუ სიყვარული ვენახშიც არ იღებენ ეს გალი რომ მაგალითად ეთამაშებინა ფილმში, ანუ რისთვის ჩამოიყვანეს ეს გალი ვერ გავიგეთ. თუმცა იმედზე შუადღის გადაცემაში გია ჯაჯანიძემ არასწორად თქვა სახელი ამ ქალის, სადაც ნანიკომ აი ესე გაუკეთა. მომხედე, ეგ გადაცემა რა მაგრა ჩამარტყი. შეიძლება გიჩივლო კი. ქალბატონო ორლენა. ორლენა არა, ორნელა. ორნელა ქალბატონო. მოგეთხრე. არა, უადგილოა შენი მოფერება. ბოდიში. მალევე მოხდა ის რომ ნანიკო ხაძარაძე რომელიც ძალიან დიდი წლების განმავლობაში იყო იმედში, ტოვებს არხს, ტოვებს იმედის რადიოს და ტოვებს კიდევ რაღაცა გლობალ რაღაცა რაღაცა იმას რა ქსელ რაღაცას მოკლედ რა. ყველაფრიდან გამოუშვეს. ხო და ნანიკო იძახის რომ მე ჩემი სულით წამოვიდეო, თუმცა ამის არავის არ ჯერა ესეთი დამთხოვები არ ხდება, როდესაც ეს ამბავია და მე მალევე შენ ტოვებ ამ არხს. თან მგონი იმით, მე მგონი თაჟე მაგაზე ძალადობენ ან კიდე დაძდებენ, იმიტომ რომ მეორე დღეს დადოთ მას რო იღებს. იჭრის. იჭრიცა იღებს. როგორ შეუძლია ინფორმაციის მოტანა თამაზე ჩვენამდე. ანუ შენ უნდა იმუშაო რომელიმე ისეთ არხზე. ნანიკო, სალამი, როგორ ახარ? კარგად, სარკასტიკიდან გირეკავთ, ნანიკო. მივხვდი ახლა ისე რომ არ დამირეკავ. მაგრამ არა, რა მითხრა? არა, შენ ისე არ დაგირეკავ, არა, შენ რადგან თქვი შენ პოსტში რომ არავინ არ დამირეკოს და არავინ არ მომიკითხოს, მე უბრალოდ გამოგიგზავნე, არა, იმ დღეს გამოგიგზავნე გულები. უბრალოდ არ შეგაწუხე გულები, რომ აი ძალიან მიყვარხარ. აი ხა გავიდა რა ერთი კვირა და ეხა გირეკავ უკვე. არა, ერთი კვირა არ გასულა. რა მითხარით, ის ამ გადაცემას დავიწყო. ჩვენ გადაცემაში ხომ მოხვალ? იმ გადაცემაში გააჩნია რა თემაზე სალაპარაკოდო. შენ გარშემო, შენ დაიცა თავში არ ჩამარტყა ჯერთაძვილის თავი. რა მითხარი, იცი ხა რაზე გირეკავ? წესერა ვიყავით ხო გადაეცი. აი, ხედავ, ჯერ არ მოსულა. ჩემი კუკლი ყამაზე ავიდეთ ამის თავი. მაგაშია საქმე. აი, რა მითხარი, იცი? ეხლა ყველა ამაზე საუბრობს და შეგვიძლია აი ორი სიტყვით გავხსნი პასუხი. ყველა იძახ. ამ თემაზე არ ლაპარაკობ. ყველა რო იძახის რომ ამ ჯაჯანიძის თავში წამორტყვის თუ შეხების გამო არის ნანუკე გაშვებული იმედიდანო. და ილაპარაკო ვისაც რა ხდება. მათი ფანტაზია და ღმერთმა ხელი მოუმართოს. ვისაც უფრო მდიდარი ფანტაზია აქვს, უფრო კარგ ვერსიებს მოიგონებს. და და შენ რატო წამოხვედი აბა ამდენ წლიანი მუშაობის მერე ყველაფერი იმედს რაც ეხება ყველაფერი დატოვა. ნახე, ორი ოფიციალური ქმარი მყავდა და გავშორდი აი მრავალწლიანი თანაცხოვრების მერე შვილი მყავდა ერთ-ერთთან და გავშორდი. ხომა წინაპირობა ხო არ იყოს ესე თავში ესე მიჯახებასავით მიკურა. მკითხე მაშინ ჩემ ქმართან წინაპირობა, რატო არ მეკითხე? რა ქონდა წინაპირობა შენ ქმართან განქორწინების? აი დასრულდა რა, ყველაფერი იწყება და მთავრდება, ასე დასრულდა აკაც. ხა შენ გონია რომ ვინმე დაიჯერებს ნანიკო მაგას? მე ნუ დაიჯერებს კიდევ ერთხელ გეუბნები რომ ერთმა ხელი მოუმართოს ყველას. ვისაც როგორ უნდა, აი ზუსტად ისე. მოკლედ გავრცელებული ინფორმაციით ამბობენ, მოდი გეტყვი რას ამბობენ რა. ამ ამბის მერე, როდესაც შენ ჯაჯანიძეს ესე უხეშად შეეხე, რომ მერე მოხდა თქვენ შორის უთანხმოება კადრს მიღმა. დღესაც ნახე ძალიან კარგად ჩავკოცებ და ვიჭუქჭუქეთ ერთმანეთში. დღესაც ნახე? კი, ნახე. კაი, ანუ შენ უბრალოდ მოგბეზდა იმედი და წამოხვედი. ნახე, შენ ინტერპრეტაციას მუკეთებ ჩემს. არა, გეკითხები, ანუ შენ მოგბეზდა იმედი და წამოხვედი, ანუ. ყველაფერი რაღაცა სადღაც იწყება და სადღაც თავდება. დამთავრდა უბრალოდ და გავაგრძელეთ ხოლმე. დამთავრებიო საოცრებელი. ხომა ამ დამთავრებისთვის საჭირო იყო ჯაჯანიძის კრა ხელით, მაიც დავაი. დამთავრებდა და ბარემ ჯერერთი არ მიკვრია. მიანარცხე. რა. მივდივარო და გაბრე გასწე ნახევარი თავია შეგზნეკილი. ნახევარი თავია შეგზნეკილი, ანუ პროფილში აღარ და. ნანიკო თურმე მაგიტო არიზდება სიმაღლეში მისulis დღიდან თურმე სულ თავში ურტყავდი. ეს თემა ჯანდაბა. გვიყვარხარ, შვიდობიან საღამოს კაი გისურვებ. პროფესიონალი დაკარგეს და ეხლა თვითონ იდარდონ. რა? კაი პროფესიონალი დაკარგეს და ეხლა თვითონ იდარდონო. კი, კაი პროფესიონალი ვარ ნამდვილად. კი, ნამდვილად. კოცნით, აბა მშვიდობიან საღამოს გისურვებთ. პაკა-პაკა. ეხლა მოდი დაურეკოთ გია ჯაჯანიძეს, რადგან დღეს გიამ და ამან ნახა ერთმანეთი. უთხრათ რომ ნანიკოს მეგობარი ვარ და დამტენი ხო არ დარჩა მასთან. და გავიგოთ იყვნენ თუ არა ერთად.
რა სასიცხარი ხარ როგორი ფოტო დაგიყენებია თავში რვარ ტყავს ნანიკო ჯაჯანიძეს. იტყუები. რა სიტყვები? ეგრე არის. აი ესე აქ დაყენებული. შეიცოდი ამ ხნის კაცი. ისე რამდენი ადამიანი წერს ხო იცი უკვე რომ შენ აი როგორც ნანიკომ დაასრულო ისე დაასრულებს სარკასტიკასო. ვერა მეგობრებო ჩემი პროექტია. ნაცემიც იქნება და სამსახური. გია გამარჯობა ნანიკოს მეგობარი ვარ ხაზარაძის დღეს გინახავს ნანიკო და რაღაცა ნივთი გამოვატანე და მოგიტანათ? არა არ ნახეთ დღეს? არა დღეს ვნახე მაგრამ არაფერი მოუწია გია გადაცემა სარკასტიკიდან გირეკავ გიორგიევა ნაზრაიც ესე იგი როგორ სარგებლობ იმით რომ ტელეფონში ვერ ვცნობ დედაჩემსაც კი სმენა რო არა მაგრამ რა მითხარ იცი? სმენა გეკნება ნანიკო ქცევს თავში დღეში. რა მითხარ რატო გავრცელდა ეს ინფორმაცია რომ შენთან აი ამ ამბის მერე ნანიკო რო შეგეხო ესე თავზე უხეშად ამის გამო გაუშვეს იმედიდან? არა ნახე დედას ვფიცა ვარ თუ გინდათ გადაამოწმეთ ჯერ ერთი არ მოვიტყუები არ იყო ეგრე რა აპარატზე აი მართლა უნებლიეთ მოხდა ყველაფერი და აი არ მქონია ის ერთადერთი მომერი და იმ ქალის ეხლაც არ ვიცი ის არ სახელი რა თქვა ლაურა არა ბიჭო ორნელა ორი გია? ნუ იცი აბა ისე თქვეს რომ გიამო ისე შეურაცხყოფილად იგზნო თავიო რომ მე ავიდაო ხელმძღვანელობასთანო და ამის საკითხი დასვაო რომ ან ნანიკო იქნება ან მეო. ნუ აი ხას ნუ იგონებთ იმით არა ჩვენ ვამოწმებთ ეხა ამბებს ეხა გეკითხებით. დამთავრდა და გავფრინდი. ხელისყულის ამბის გამო გაფრინდი? არა ბიჭო ბილეთი ავიღე გზაში. ხშირად გირტყავდა ნანიკო? არა ბიჭო რას მირხავდა? ხშირად იყავი მსხვერპლი ამ ძალადობის? არა. ისეთი ხერხულად ვიგზენი მე საერთოდ დაემართებოდა. რაც თქვენ ერთმანეთს ურტყავთ. საცოდავი თამაზა. მე რო აქ სხვა რაღაც არის მე ხელმძღვანელი ვარ ამ გადაცემის. შენ ადგილზე წარმოვიდგინეთ ამიტომ რომ მე სხვა ეგრემ ხდება ხოლმე ამისგან და ისე ვინერვი. უბრალოდ იქ სხვა რაღაცა იქ წვეთ სხვა და აქ ჩემი გადაცემაა და ვურტყავ იმიტომ ღირსია. ღირს არ ხო და მე ღირსი ვიყავი ეთყობა და გამლახა. და არის ბრძოლე მე ნანიკოს დასაბრუნებლად? მომისმენე რა გითხრა. მართლა წასული ვიყავი შეგიძლია გადაამოწმო ჩამოვედი და ნანიკო უკვე განცხადება გაკეთებული ქონდა სოციალურ ქსელში და მეც იქიდან გავიდი. ეს სამკურნალო წახვედი? ანუ ამ თავზე ესეთი ტრამა ქონდა? არა ბიჭო არა ნუ იგონებთ ვაიმე გადაყვანა დაჭირდა შენი ეს ბებერი ადამიანი ფსიქოლოგიურ ზეწოლას გადიხარ ახლა ჩემს ისე მაგრამ ჩაარტყა ისე გეტკინა ისე ხელის არა ბიჭო წამიცაც უნდა რა მეტკინა მართლა აი შელაპარაკებაც კი არ გქონია მაგის შემდეგ დღესაც ვნახე და არაფერი ისეთი არ არის თამამად შემიძლია ვთქვა მიყვარს და ძალიან მაგარი გოგოა. კაი, აი ამის გაგება გვინდოდა ჩვენ ამ დეტალების მადლობა გია. ამ ყველა თამაზ. ხო. დროზე მიიღე ის თუ არა, მე გადმოვა ეგ შენზე. როგორც საჭირო. რა მიიღოს? მე მასწავლე შენ როგორც მოიშორენ ისა, მეც ეგრე მოვიშორებ ამას. აბა, ნახე პროსტა რა. გია მადლობა ზარისათვის მშვიდობიან საღამოს გისურვეთ აბა დროებით გაიხარე პაკა რა გავარკვიეთ დღევანდელი ჩვენი დაძაბული ამბებიდან ვერც ვერაფერი ყველა უყვარს ინტერნეტ სივრცეში ერთმანეთზე წერენ პოსტებს დაშინებულებია ნაი სალომე გოგიაშვილს თავის კამები მიაქვს კრესლოები სავარძლები სახლიდან და ამ დროს ეს სავარძლები ვიცი საიდანაც არის როგორც მე გამოვიტანე დასკვნა ხალხიც ისე გამოვიტანს დასკვნას ხო ხალხისთვის მიგვინდია ჩვენ დასკვნების გამოტანა ჩვენ იმისთვის ხედავთ რომ უბრალოდ მოვისმინოთ ორივე აზრი და მე თქვენ უკვე გადაწყვეტოთ თამას აჰა მოგშივდებოდა შენ ბანანი ჭამე თერკე ჩამწიფებულია იცით მოიცა სამ გახსნე იცით თუ არა როგორ უნდა ჭამო ბანანი რა ბანანზე ბანანს რა გიძირსვდა ბიჭო კარგად ესე ჭამენ პრიმატები პრიმატი არის აი მაიმუნი და ესეთი რაღაცა რა ცხოველი მაიმუნს ძალიან ყვარს ბანანი მეც ესე ვჭამ სხვათა შორის
აი ხომ ნახოთ ვიდეო და მიხვდები. გაინტერესებთ როგორ უნდა მივირთვეთ ოფიციალურ შეხვედრებზე ბანანი? არა, პრიმიტივად ავიღებთ მას პირდაპირ ხელში და არ ვფრთხვნით. პირველ რიგში უნდა მოვიმარჯვოთ დანე ჩანგალი. ჯერ ვაჭრით ერთ ბოლოს, შემდეგ მეორე ბოლოს, შემდეგ ვჭრით ჰორიზონტალურად. ჩამოვწერთ ქვედა ნაწილს. ასევე უდნა ვავწევთ. როგორ მაინტერესებს, რომელ შეხვედრებზე არიგებენ ბანანს? სასურველი რაოდენობით ბანანს ჩამოვიჭრით. და შეგვიძლია მივირთვათ უკვე ამ მდგომარეობაში ბანანი. მე სხვათა შორის ესეთ შეხვედრებზე არ ყოფილა რომ ბანანი მოსულიყო ესეთ თლიანები. ყოველთვის ამ გოგორეს ნომერი ძალიან დიდი ხანი ვეძებე. მერე? ვერ ვიპოვე. მაგრამ მქონდა მთავარი კითხვა ამ გოგოსთან რომ რომელ საქმიან შეხვედრაზე უდებენ ბანანს თეფშზე? არ ვიცი, ზოოპარკში თუ გაქვს შეხვედრა, მაიმუნებთან თუ გაქვს კომუნიკაცია, პირდაპირ გითხარი მაშინ. აი კარგი იყო. რა პრიმიტივები ყოფილვარ ჩვენ, რომ ესე ვჭამთ ბანანს. მე აი ვის დაკარგვია? არა. და კიდე აქ მეორე ვიდეო, როგორ უნდა ვჭამოთ წვნიანი. ისე სხვათა შორის სანამ წვნიანს ნახავთ, ამ გოგოსთან კითხვა მექნებოდა, აი წაბლი როგორ უნდა ვჭამოთ, საქმიან შეხვედრებზე, ბროწეული როგორ უნდა ვჭამოთ. არის კიდე საქმიან შეხვედრაზე? ანუ საქმიან შეხვედრებზე ბორში დეგით რაღაცები არის. არა, ეს არის წვნიანი როგორ უნდა ვჭამოთ. ეხა ესეთ ადამიანს უნდა თავის და შესვენებისას. იღლიაში ვიდეთ, საერთოდ. ჯიბეში გავლოკავ და ხელში მიჭირავს. აი ამ მდგომარეობაში. ხოლო თუ კი უკვე თუთებში არა მაგ. არა, რა მაინტერესებს, აი თუ არ ვისვენებ წვნიანის ჭამის დროს რა ვშევი იმკოს, რა ვშევი? ეს უნდა იჭირო. ეს არის ანუ კვების კოუჩი. კვების კოუჩი კი არა, წარბების კოუჩთან მივიდეს ჯობია, წარბები აქ ჩემხელა, რა კოუჩი? გაინტერესებთ როგორ უნდა მივირთვეთ ოფიციალურ შეხვედრებზე ბანანი? არა, პრიმიტივად ავიღებთ მას პირდაპირ ხელში და არ ვფრთხვნით. ანუ პირველ რიგში უნდა მოვიმარჯვოთ დანე ჩანგალი. იცი რა არის? ლამაზის ვეცკი გოგო არის, აი სტილად რა უყვარს რა ის იყოს. შემდეგ ვჭრით ხომ არა, ნუ რომელ შეხვედრა, შერთ საერთოდ წვნიანი თუ მოაქვს თეფშის გარშე, ის კოვზით საწავიღო ანუ. არა, შეგით რო იდოს რა უჭირს. რა, თან საწავიღო თუ თეფში არა, თეფში მოვითხო და გამიზნოთ, თეფში მომიტანეთ, იმ გოგონა მასწავლა მეთქი, კოვზით სადა მოვათავსო. მე არ ვიცი, ეს ნახვებია, აქვს თქვა შვილებს არ უყურებს, ას დაალაიქეთ. საჭმელი იყოს, ქალო, გადავიგდო ყბაში, რა კოვზით სადავდო. აი მე, ან კიდე ბანანიო. ესე იგი, თამას. ჯერ ეგეთი ძალიან სვეტკ შეხვედრებზე რო ვარ, ხომ მე ბანანის თვაჭრილი მოვხდი და თავის ჭხირები ჩარჭმილი და ასე შემდეგ. ესე იგი, ხო, ზოგადად საქმიან შეხვედრებზე ხილი მოდის ხოლმე უკვე დაჭრილ, გამზადებული, რომ ჭხირებით მიირთვა. კაი, ეხლა შემდეგი თემა არის ციცინო შურღაიას თემა რო ქონდა ჩვენ გადაცემაში, ჭარბწონიან ადამიანებზე ვისაუბრა. ციცინო შურღაია არის ქალის სკანდალი. ეს ქვეყანა მეგონი ბულერიც არის. არა, ბულერს ესე ვერ ვიტყოდე. როგორ ახლა ჭარბწონიან ადამიანებზე რეებს საუბრობს სხვადასხვა ანუ პირველიო ციცინო შურღაია ზარი ჩვენ გადაცემაში როდესაც იყო, მე ეს ქალი წაიყვანეს ყველგან, ყველა გადაცემაში და უარესად მეტი სისულელები ისაუბრა. იცი რა არის? შეიძლება ვიღაცაზე რაღაცას ფიქრობდე, მაგრამ არ გამოდო, იმიტომ რომ არ გინდა რომ საზოგადოება აწყინო და ციცინო სუცალფეხზე კიდია, ვის ეწყინება, ვის არ ეწყინება, თავისას ყოველთვის აფიქსირებს. გავიგე, მაგრამ ეგ არის ბულინგი. ხო, აბულინგებს რა. მოკლედ, სელენა ბუხაიძე არის ესეთი ცნობილი ინფლუენსერი, რომელიც ძალიან ბევრს უყვარს და მან გააკეთა ესეთი პატარა მიმართვა ციცინო შურღაიას გამოსვლის შემდეგ. რაღაც საშინელება ციცინო შურღაიამ სუქანი დიეტოლოგი როგორ შეიძლება იყოსო? პაციენტი რომიო არ იფიქრებსო ამასო თავის ვერ უშველე და მე რას მიშველისო? და შენთან რომ მოდიან ციცინო გასალამაზებლად და შენ რო ხედავენ შენი პაციენტები მათავი რო გაქვს ჭაში ნახატკუნები ბედროსავთ გარდნილები არ ფიქრობენ კაცო ჯამას მის თავის ვერ უშველე და მე რას მიშველის რას გამალამაზებსო? ვაიმე, ჭაში ნახატკუნები ბედრავ. ეგ ვერ მივხვდი, ანუ ჭაში იცი ეს შენი ხა მაინც ვერელი ხარ ვერ მივხვდები ჭაში ნახატკუნები იცი ასე ნიშნავს რომ აი ციცინო რო ფეხები დაკიდო ჭაშიში. აი ამოწიო ჩახეთქო. თოგზე რო კიდია ბედრო. აი დაატრიალო ესე დაუშვა და აი ჭაში რო იხატკუნო. ისე მაჩვენე.
ცოტა შენც გაქვს რა ხათქუნები ნო, ხო ვარ. ჭაში კი სანამ გადავალთ ზარებზე მინდა გითხრათ რომ ჩვენი სპონსორია პარკ ორთაჭალა სივრცე რომელიც მდებარეობს გორგასლის 105 ნომერში თავისუფლების მეტროდან 8 წუთის სავალზე სივრცე სადაც არის სიმშვიდე ქალაქის ცენტრში ასევე ჩვენი გადაცემის სპონსორია მოგზაურობა გიორგი პარისთან ერთად და მინდა აქედან ვთქვა რომ დიდი სიამოვნებით კიდე წავიდოდი პარიზში სამოგზაუროდ. პოციც აქ არის მიჰაუსიც აქ არის და რუბრიკა ზარები როგორ მიყვარს? მოკლედ ძალიან ბევრი საუბარი იყო რომ დაურეკეთოთ ცვალებადი ნიშნების მსახიობებსო. აი მაგათზე შეშლილები არიან, გოგოებზე არიან, ბიჭებზე გოგოები, აი სიგიჟე ხდება, იმიტომ რომ თინეიჯერული ფილმი არის, სერიალი ბოდიში. ხო. და მოდი პირველი გმირი იყოს ნია გუგავა, ცვალებადი ნიშნების ერთ-ერთი მსახიობი და ვურეკავ და ვეუბნები რომ ინდოელი კურიერი ვარ და მოუტანე ამანათი. მითი. ინგლისურ, რუსულ, ქართულად. ენები ხო შენი ძლიერი მხარე. ვურეკავს ნია გუგავას, ცვალებადი ნიშნების მსახიობს. სანდომის სოფლები მიუტანე. Allo, Nia? Hello, Nia, and courier in... where are you, Nia? And courier, Nia, I'm Satarbazo. Yeah, yes, this Satarbazo. Amanat, Nia. ეხლა მე რომ კურიერია და სად მოვიდეს? მე ქართულად ყვეცე მიეცია ხო. ალო, გამარჯობა. ინდოელი კურიერია და სად მივასწავლო, სად უნდა მოვიდეს? ვერ მაგებინებს ვერაფერს. არ მაქვს არაფერი გამოძახებული. თაიგულია რაღაცა და რა უთხრა, სადატოვოს? არ მაქვს გამოძახებული, ამიტომ ვერ გეტყვით ვერაფერს ნახონდეს. სურპრაიზ? საჩუქარიაო. სადარბაზოში დატოვოს მაშინ. რომელი სადარბაზო? Nia, where are you? Please wait. Please wait. ჩვენი ინგლისურის მაქსიმალური იყო ეს. Please wait. Baby. აღარ დაურეკოთ ნია? არ გინდა კაც ვართან თაიგული უნდა არც არაფერი დაანებეთან. ვურეკავს ლენუკა ყიფშიძეს, მას ყავს პატარა პუდელი, თოი პუდელი და მე მყავს დობერმანი. არა, დიდი პუდელი რამე და გვინდა რომ შევაჯვაროთ. როდის მოიწევს? დედალია თუ მამალი? რას დაეწევს? უნდა გავიგო რომ კითხო. თვითონვე გეტყვის მე დაპარაკი. ალო. ლენუკა გამარჯობა. პირველ რიგში მიხარია რომ გირეკავთ. თქვენი ნომერი მომწეს პუდელთან დაკავშირებით, საყვარელი პუდელი გყავთ თქვენ. ხო და როდი შეიძლება რომ მოიყვანო და ჩემ ძაღლთან რომ შევაჯვაროთ? თქვენ არა ხარ დაკავებული ლეკვების ყიდვა გაყიდვით? ლენუკა არა ხართ? ხო და თქვენი განცხადება მითხრეს რომ ძაღლების ყიდვა გაყიდვით არის და ისა დაკავებულიო პუდელებს ყიდვის. გეშლებათ ჯერ ერთი ხალხია და ბოდიში ვოპარაკობ ხარ რაღაც მე მგონი შეგეშალოთ. ერთი წამით უკაცრავოთ. დაიწყე ხა თავიდან დავრეკოთ. ისევ თქვენთან მოხვდი? ანუ სწორი ნომერი მოუციათ იმ სალონში, სადაც ჭრით პუდელს. ხო და რავი, უთაღარითო რომ ბიზნესი აქვს ამასო, აჯვარებსო პუდელებსო და მე რო ყიდიცო ლენუკა ყიფშიძეო. იცით რა არის, ვერ შევაჯვარებ რატომ? იცით, იმიტომ რომ ჩემ თოი პუდელს აქვს ერთი ცალი ყვერი, ამიტომ ძალიან დიდი ბოდიში არ მოგინდება შეჯვარება. ცალყვერა? ცალყვერა ძაღლი ყავს, დიახ. ვა, რო ვცადოთ მაინც აზრაიდე თმებით არ გათვლი. ლოშაბად გიყურებდნენ, როგორ გქონიე, გამომაპარებ. მოიცა ცალი ყვერი აქვს შენ ძაღლს? ხო რა იყო, მე ვერ გავიგე. მოინი თვითკა რა, მეორე რა უყავით, მოფერებისაც გაუტყდა თუ რა? იცი რა არის გრომინგზე რომ მე მიყვანა პირველად. მოაჭრეს. შეეშინე რომ აუვარდა ზემოთ. ეხლა ელოდებით. ელოდებით ეს ყვერი როდი ჩამოვარდებოდ? არა, საერთოდ უნდა გავაკეთოთ
ხოცვა. ანუ მეორე ყვერით უდაბოა. ძალიან აჩუჩუნებულია დიახ. შითიღა ძალყვერა. რა არის ხა ვერ გავიგე. რამდენი ძალყვერა დათი. ხო, რამდენი ძალყვერა დათი და რა მე. რა პრობლემაა. რა საზიზღარი ადამიანი ხარ, როგორ გვიცანი პროსტა რა. ეხა ახალი ნიუსი, ყიფსების ოჯახში ერთი პუდელი ყავთ, რომელსაც ერთი ყვერი აკლია. ყველაფერთან ერთად ძალყვერა პუდელი. ეგეთი ლამაზი პუდელი არავის არ ყავს საქართველოში. ო, ძალყვერა. ნამდვილად არავის არ ყავს. აღარ ექნება ერთიც და დარჩება უყვერო. სეწყალი. ლენუკა, მადლობა ზარისათვის. კოცნით, პაკა-პაკა. პაკა-პაკა. და ბავშვთა თოთალ. ой. გრუმინგის დროს ააცალესო თუ რა თქვა? აუარდაო მაღლაო. უი, შენც ეგრე არ აგივარ და მაღლა? რა ეგდებელი ხარ ახლა, რა ეგრე ამივარ და ხალხსაც მეტი რა უნდა. ჩამოიწია თუ როგორ დააბრუნე თავის ადგილზე. ანუ მასაჟები დაგჭირდა? ეგ როგორ დაგემართა შიშის დროს აგივარ და თუ აი ქალთა რო წახვედი და ისტრესეთ და ეს ავარდა ეს ყვერი მაღლა თუ როგორ დაგემართა შენ? არ უნდა მეთქვა? შენ შეყვერებს მიყედე, გააგზელი დადგმები. არ უნდა მეთქვა? აი, ბუდიში ამოვჭრი ამას. ამოჭერი ახლა რა თქმა უნდა ხალხმა გაიგოს რომ ერთი ერთი ყვერი გაქცეული გაქვს პარიზისკენ. ეხა დაურეკოთ დათուն ალადაშვილს, ეს არის ცნობილი პიანისტი და უთხრათ რომ მისი მეზობელი ხარ. შენ უთხარ, ხო? და რაუდემდე უნდა დაისა უკრას და უკრას წაიღო ტვინი და ამაგროიალს და დაამტროს ბეჭებზე ან რაღაცა ეგეთი. ალო, დათუნ თქვენ ხართ? დიახ. თქვენი მეზობელი ვარ, ხაზე იკამომცან, ქირითა ვარ, აქეთ გადმოსული და თელი ღამე თქვენ უკრავდით პიანინოზე? მე ამ წამს ჩამოფრინდი ჩინეთიდან. აუ, ვინ უკრავს? აი, ერთადერთი ეგ არისო, რა ეგ უკრავსო და გეხვეწებით არ დამამტვრევინოთ ეგ როიალი თუ რაღაცა, რო აღარ დაუკრათ რა. უკაცრავად, მე ამ წამს ჩამოფრინდი ჩინეთიდან, ამ წამს. აეროპორტში ახლა ჩამოვფრინდი. სახში გააქვთ ხო როიალი? კი, მაგრამ მე გუშინ ვერ დაუკრავდა ჩემთან სახლში. ეხლა ხო არ უკრავთ? მე ამ წამს ჩამოვფრინდი, ამ წამს შემოვედი საზღვარზე, ჯერ ჩემოდანი არ ამიღია. არა, მე ჩასვლას ვაპირებდი და დამტვრევას და თუ ეხლა ჩამოხვედით, მაშინ დღეს არ დავამტვრევ. კაი, მაშინ დაამტვრიეთ. დავამტვრიო. ამოვალ. ამოვალ, დამელოდეთ, ამოვდივარ. მედი, კარგით. დაურეკოთ ორთუსში და კარები როგორ ამოდი კარები გამიღე. ვიცით, ორთუსი. და უთხარი კარები გამიღე, მოვედი. პოცი გავაფრვილოთ იქამდე. ისე მიხაუში აგეღო ჩაქუჩი და აგეტანა. გადაამტვრევდი. რა თქმა უნდა, გაურეკე. დიახ. ამოვედი და კარები რო გამიღოთ. რომელ სართულზე ხართ თქვენ? მე-6-ზე. არა, ეს მე-7 სართული არის. მე უნდა შემოხვიდეთ მარჯვნივ ჩელოს რო გავს ფორმით. კაი. კარები, ის უნდა გააღოთ, შემოხვალთ და ეგრევე მე ვიოლინე შემოგიშვებთ პირდაპირ. ამოვედი უკვე, გამოვიდეს აბა. ვიოლინოსაც დავამტვრევ. არა, დამტვრევით ვიოლინოს ვერ დაამტვრევთ, ის შორიდან ისმის ხოლმე, მაგრამ რომ მიგიშვათ თქვენ როიალთან, ამიტომ უნდა მისცეთ კოდი თქვენ ბეთჰოვენის მე-9 სიმფონიის პირველი 4 ნოტი. კაი, გეტყვით. ნოტებს გეტყვით. მე არა, მას ვთხარით, ეხლა გამოგაკითხავთ თვითონ და გადაეცით პირდაპირ ხელწერილი. რომ მიაწოდოთ ტელეფონი? არა, მე აეროპორტში ამ წამს დავფრინდი, ნამდვილად შორს ვარ მისამართიდან, თორე ვიქნებოდი თქვენს გვერდით სიამოვნებით. არ მინდა ეს სიაფერით და რაღაცა კარები გააღოს, ორი წელი შემოვიღებ მაგ კარებს. სამწუხაროდ მე ვერ დაგეხმარებით, მართლა არ ვარ ფიზიკურად სახლში. მაშინ ჯობი აღარ მოხვიდეთ ამ ლოკაციაზე, იმიტომ რომ აღარაფერი აღარ დაგხვდებათ, ყველაფერი დავამტვრევ. ნუ მე-6 სართულზე ნამდვილად ვერაფერი ვერ დამხდებოდა. არა, უკვე მე-7-ზე ვარ, ჩემო ძმა უკვე მე-7-ზე ვარ. გიცანით ამასობაში. დათუნა, სალამი, როგორ ახარ?
კარგად, დავად. კარგად, რა არის ბიჭო ეს მეზობლები რო შეაწუხე, თელი ღამე უკრა. რა შემოგაც? აი ცოტაც და დავიჯერებდი რაღა ეხლა მართლა 10 დღე წასული. არა, მაინც ეხლა ხო რა დამთხევა. ერთი ღამეც რომ მოგეთმინათ, შეიძლება და შემშინდებოდეს. მადლობა რომ გვიპასუხე დათუნა მშვიდობიანი საღამო. წარმატებები. კარგად. გურიკავთ ნინუცა ორჯონიკიძეს, რომელიც არის იუთუბერი უკვე და ერთ-ერთი გადაღება ჰქონდა ბატეტის ტბის ნაკრძალში და ურეკავთ ამ ტბის ნაკრძალის წარმომადგენლები, დრონით გადაღებული კადრები იყო არაკანონიერი და სასწრაფო წაშალოს მასალა ინტერნეტიდან. ალო, გამარჯობა, ნინუცას ვესაუბრები? ალო. ნინუცას ვესაუბრები? მე გუჯა ვარ ქალბატონო ნინუცა ნაკრძალისა და დაცული ტერიტორიების სამმართველოდან. გამარჯობა, თქვენ მოგონი თან უნდა გესაუბრებოდათ. თუ ამერია. არა, აგერიათ. იმ ბევრი ზარი შემომდის და მე ხარ თან დაკავშირებით გირეკავთ, მაგას ახლა აგიხსნით. YouTube-ზე არის თქვენი ვიდეო, გადმოაგზავნა უშიშროებამ, ანუ დრონით არის გადაღებული რაღაცა საკითხები, დეტალები, რაც არ უნდა იყოს სოციალურ ქსელში განთავსებული. უბრალოდ მაინტერესებს, შეიძლება ზევიდან იყო ნებართვა, რომელიც შემხელში არ არის დრონით გაშვების უფლება თუ გქონდათ. კი, არა, ჩვენ ყველაფერი შეთანხმებული გვაქვს და დოკუმენტებიც ხელით მოვაწერეთ და ნაკრძალთანაც და თქვენ ხო, სამწუხაროდ არ არის მოსული და 1 საათში უნდა წაიშალოს YouTube-დან ეს ვიდეო, მაგრამ ჯარიმა მაინც დაგეკისრებათ 5000 ლარის ოდენობით მაინც გავთხილებთ, რომ უნდა წაშალოთ ეს ვიდეო YouTube-დან. კარგი, მე რო თქვა რაღაცა შეიძლება? არა, რა უნდა თქვათ? პირველ რიგში შეთანხმებული ქონდა ყველაფერი და ინსტრუქცია ქონდა რა უნდა გადაგვეყო. ვისთან შეაუყურეთ ერთი წუთით ბოდიშიხდით, მე არ ვერევი თქვენს კომპეტენციას. იმის აზრს ვერ გამოიტანთ მე თუ არ დავასრულებ. არც გამომოხმე ხშირ შემთხვევაში აზრები, უბრალოდ გეუბნებით, რომ ვიდეო წაშალოთ, იმიტომ რომ აი ხა ქართულად თუ აგიხსნით, გვეთქვით რომ იქიდან ამოღება შეიძლება მონაკვეთის. ამისთვის გჭირდებათ რომ მე დავასრულო ფრაზა. ნებისმიერი მონაკვეთი, რომელიც არ მოგწონთ, უნდა გვითხრათ, დაგვისკრინოთ და იმ მონაკვეთს ამოვიღებ 5 წუთში. არა. მეორე საკითხი. აბა? თუ შეიძლება გამაგებინეთ მომწერეთ ვის ეხება რა ეხება და მე დავიწყებ მოძიებას ჩემი მხრიდან რა არის დარღვეული მე მუშაობ როგორც პროფესიონალი მე შეთანხმებული მქონდა ორგანოებთან და ძალიან მაინტერესებს ლუიზა ბოდიშიხდით ერთი წუთით ხმამაღა ძალიან გავბრაზდი ხა ხმამაღაზე მაგ ძალიან ცუდა გეგონება ჩუმად შევიპარე ქვეყნისთვის საქმეს ვაკეთებ და გეგონება რაღაცა დავაზიანე ერთი წუთი ქალბატონო ქვეყანაში და მე ის რა ჯარიმას მაწესებ და მე მლანცხავს გეგონება დანაშაული ჩავიცე ერთი წუთით ქალბატონო ლუიზა რა მონაკვეთი უნდა ამოჭრა სრული მონაკვეთი უნდა ამოიჭრას ნორმალურია ესე რო ელაპარაკებით ადამიანებს ერთი წუთით სრულად ამოჭრან მონაკვეთი თლიანი გადაცემა ანუ აი ეს დრონით გადაღება რო არ შეიძლებოდა, ანუ ეს ინფორმაცია არ გქონდათ ესე. ეს არ შეიძლება დრონ ეროვნულ მაგდალებში ყველგან შეიძლება დრონით გადაღება. ყედა ბუნციაზეთ გადაღება თუ არ შეიძლებოდა. აი ეს იუნესკოს დაცვის ქვეშ არის მონასტერი. ადამიანი კი არაა რო ვერ გავდი, რანაირად ლაპარაკები. მოწელია პროფესიაში მუშაობ და თელ ქვეყანას ვაშუქებ. აბსოლუტურად დავყვები. ამით სესიერად. ერთი წუთით რაღაცა დაძაბულობა არის. ძალიან დიდი დაძაბულობა არის. თქვენთვის რამდენად პრობლემა არის, რომ ეს ჩვენ ხო არ ვთხოვთ ლიანად ყველა გადაცემის წაშლას. ერთი კონკრეტული გადაცემა რო წაშალოთ ჩვენი ხათრით, ერთი. თქვენ დაელაპარაკოთ თამარ კობერიძეს, რომელიც არის ამ გადაცემის პროდიუსერი, მე ვარ სამყვანი. უი, თქვენ აი ტყუილად დავკარგე ბოდიში. წინასწარ მქონდა როგორც დაცვის თქვენ სააგენტოს ლუიზა და ჩვენ ვეიქ სააგენტოსთან თანამშრომლობ 3 წელია. გოგონა, ჩემმა ხელქვეითმა შესწომაში შემიყვანა, თქვენთვის არ უნდა ამერიკა, თქვენ თუ წამყვანი ხართ, თქვენი პროდიუსერის ნომერი რომ გამიზიაროთ, თქვენი პროდიუსერის ნომერი რომ გამიზიაროთ. ეხა გავუზიარებ ჩემ პროდიუსერს თქვენ ნომერს და დაგირეკავთ. კარგი, დამირეკოს. დაგირეკავს კარგად. კარგი.
გადახი პროდუცერად შეჭავა. ნინუცა რომელიც ყველა მიცისო ძალიან happy, friendly, გაწონასწორებული ადამიანია, ერთად ხო, ყველა მაგის გადაცემას ნახავს ბატიტის ბაზე როდასე YouTube და მოდი ნინუცას დაურეკოთ, უთხრათ ახლა რომ გავიხუმრე თუ არა. ცოდუა. მაფშე ხა შენ დაურეკე სხვა სამართველოდან. მეორე ნომრით. მე მართლა ხوارშლიან გადაცემას. რას მირეკავენ ესე კივის. ალო. ნინუცა ორჯონიკიძე მინდოდა? ნინუცა ორჯონიკიძე რომელი ხარ ახლა? საზაზღვრო პოლიციიდან გადმოგცეს თქვენზე ინფორმაცია, რომ ვიდეოს მასალის წაშლას არაპირებთ YouTube-ი და რაც არ ღვევს ყველანაირ კამერას. მე მეხუმრებით? ანუ თუ ვიღაცამ პრანკავს ამაზე, სერიოზულად გეუბნებით, დედას ვიტყოდი, ესეთი გაბრაზებული ვარ. იმიტომ რომ ეგეთი შეურაცხყოფა ჩემთვის არავის არ მოუყენებია. სასაზღვრო პოლიციიდან გირეკავთ. სასაზღვრო პოლიციიდან გირეკავთ. ეხლა დაგირეკავთ ჩემ პროდიუსერი. კარგით, ველოდ, კარგით. თუ ხუმრობთ, დიახ. რომელი ხარ? სულელური გადაცემიდან თუ ხუმრობთ, ძალიან გიჭირთ ხუმრობავში და ნაზღაიძე თუ ხარ, დიდასპიტალა მიგასიკვდილებს გადაცემა. ნაზღაიძე ვარ. ნინუც ჩემო სიყვარულის კუნწულო. მაშინ არ არის სასაცილო. რატო არ არის სასაც? კი, დამანებე თავი. კარგი. ვურეკავთ ტელეწამყვან ონისე ონიანს. ალო, გამარჯობა, როგორ ხართ? კარგად. ლიფტთან დაკავშირებით გაწუხებთ კამერამ დაგაფიქსირათ ლიფტს რო აჩერებთ შიგადაშიგ სართულებზე რა დროსაც ზიანდება და რატო აფუჭებთ თბილისის მერიის კუთვნილ ლიფტებს? რომელი ხარ? თბილისის მერიის თანამშრომელი ვარ თქვენ კორპუსში, ანუ ბევრჯერ გააფუჭეთ ლიფტი და ზოგადად შემჩნეული ხართ ეს პიროტექნიკის დაზიანებას ქუჩაში და ლიფტებს ვაფუჭებ ხოლმე? კი. უი, რა ცუდია. აბა ვინა ვარ? ონის. ხო, და ონის ერთადის ონიენ და ლიფტებს აფუჭებს. კამერებში ჩანს, კი. რა სიცულელია რომელი ხარ, კაცო? რატო აფუჭებთ ლიფტებს? აბა მითხარი ახლა რომელი ხარ? და მე გეტყვი რატო ვაფუჭებ. თუ თქვენი შინაურია, მის მე ამ ყველაფერს აკეთებს და ანუ ფულს ინაწილებთ ეს შიდა რა. ხო, ასე ჯობია. იმასე რო გითხრა, ხო ჯობია, რომ რაღაც მე ვაფუჭებ, ის მიდის მე აკეთებს, ფულს აკრიბავს და მე ვიყოფთ. ხო, და ეხლა რო გადაიხდით 5000 ლარი ჯარიმას. ეს 5000 ლარიც გაიყავით. ძალიან კარგი. გავიყოთ. მოგწერთ ხა ანგარიშის ნომერს და ჩარიცხეთ. კი, იმ წუთში. რომელი ხარ, კაცო? აი ანგარიშის ნომერს რო ჩაგიგდებთ, დაეწერებაზე და არ ვეცახმა მეცნობა, თავერგებულობ რომელი ხარ? იმიტომ ბევრჯერ დაგიძახეთ, რომ გაუში ხელი ლიფტს, გაუში. მაგრამ მინდა გიჯერა, ხო? მინდა გიჯერა. თებს აგრი. აი რა მავნებავში ხარ მოკლედ. აბა მითხარი ახლა რომელი ხარ, მართლა პატარა ბავშვი ხარ? პატარა ხარ? პატარა ვარ. თან გეცინება. ლიფტების განფუჭებელი ონის. განფუჭებელი ონის. ო, ლიფტს გევარ და ვაფუჭებ, ხო? თახტუნაობთ, რომ ჩამოწყვიტოთ. ჩამოწყვიტე ლიფტი. როიცით რომ მეორე სართულზე ახტებით, ეხეთქებით, რომ პირველ სართულზე დააწყვიტოთ ხოლმე. როგორ ახარ ონისე? ონისე, პრივეტ! რა გეგონა რომ ჩვენ გადაცემაში არ გამოდი ლიფტიდან. მომისმინე. ან მესწრება თამაზას ხმა.
ვერ გებულობ, კაც რაღაცა კარგად ვეცევა, თან ისეთ კარგ ფილმს უყურებდი რაღაცა. თან იხსენებდი რომელი ლიფტი იხტუნავი რომ ჩააგდეს ლიფტი. არა, აღარ თქვი ხა რომ ლიფტიანი სახლი საერთოდ არ მინახავს რამდენი წელია. არა მე უთხარი ყურში რომ ვიცოდით რომ კერძო სახლში ხარ და ვითომ სხვის ლიფტებს აფუჭებ. და წარმოვიდგინე მე რომ დავდივარ და ლიფტებს ვაფუჭებ. აი დრო ხტუნავს და ხურდებს რომ იპარებს. ონისტე მადლობა რომ გვიპასუხე. ოქრო. მშვიდობიანი საღამო. კარგად. ხართ აბა მითხარით? და ვიცი, კარგად. კარგად, ერთმანეთს. ოი, გაგიხმა თავი. ორ შაბათს დაელოდე. ორ შაბათს შემოგრიალდები ლიფტთან ერთად. პაკა. აი, კარგად. ალო? Marina? კანი. Hello Marina. I'm courier. Where are you? რომელი ხარ? I'm courier. Where are you? Bidi. My name is Bidi. My name is Bidi. Where are you, Marina? I'm coming. Who are you? Marina, Bidi, I'm Bidi. No, Marina, I'm Bidi. Where are you? ვიცი რა ქვია სარკასტიკა რო აქვს არა კი მეორად მირა Marina, I'm courier. I'm coming. Your ნასხაიზეა არა გოგო კი ნასხაიზე და მეორად მირეკავს უკვე Marina, where are you? No. ეხა შენ დაურეკე. გოგო, მარი ნაკანი მოგვეცი გალო. მარი კახიანი გვინდოდა და ნაკანის ეხა ნომერი შენ დაურეკე. მეორე ნომრიდან და უთხარი სად არ თქვენ ისე მე ვიღაც გამაჩერა და ინდოელი კურიერია. ალო. გამარჯობათ. სად მოვიდეს? ინდოელი კურიერია ქალბატონო და საით მივასწავლო. უკვე აზრი აღარ აქვს, ხო ხედავთ? ამის ნერვების ადამ. საერთოდ მოკამის კაკანის ნერვები. როგორ ორივე ჯერ დაუთხელი შეცდელება. აიმე. აუტიჟეტი კაკანებდა ის. Marina Petki. Mari, привет, Mari. ანუ ზარები ფანტასტიკური იყო. მე ძალიან ბევრი პიცი. გადაცემა სარკასტიკის სპონსორები უნდა ვთქვათ, რადგან მათ გარეშე ეს გადაცემა ვერ იარსებებს, თუმცა აქვე მინდა გითხრათ, რომ გამოიწერეთ ჩვენი YouTube არხი, იმიტომ რომ 60% მაყურებლის აღმოჩნდა, რომ არ არის ჩვენი გამომწერი და ისე უყურებ ჩვენ გადაცემას. გადაცემამ რომ იარსებოს, საჭიროა თქვენი გამოწერები YouTube-ში. აქ არის ჩვენი გვერდი, გადადით გამოიწერეთ ჩვენი YouTube არხი. Subscribe. ასევე გადაცემის სპონსორია პარკ ორტაჭალა, სივრცე, რომელიც მდებარეობს გორგასლის 105 ნომერში, თავისუფლების მეტროდან 8 წუთის სავალზე. ასევე ჩვენი გადაცემის სპონსორია სანდომი, ყველაზე ტკბილი ზღაპარი, რომლის ვაფლებიც დაუვიწყარია. ასევე ჩვენი გადაცემის სპონსორია Flame Food, ყველაზე გემრიელი სტრაფიკების ობიექტი, რომელიც მდებარეობს სუხიშვილის 45-ში. ასევე ჩვენი გადაცემის სპონსორია მოგზაურობა გიორგი პარისთან ერთად. თუ პარიში მოგზაურობა დაგეგმილი გაქვთ, მიიწერეთ გიორგი პარის. ხოლო ჩვენი გადაცემა იწერება podcast point-ში. ეს არის სივრცე, სადაც შეგიძლიათ ჩაწეროთ თქვენთვის სასურველი როგორც გადაცემები, ასევე პოდკასტები განსხვავებული ინტერიერით. აჰა. ახლა კი დროა გადავიდეთ სტუმარზე. სტუმარი, რომელიც ეძებს მორი მსხვერპლს, ასაკოვან ქალბატონს, რომელიც გაურემონტებს ბინას ან აგარაკს. მომღერალი მასთან რჩება იქამდე სანამ ქონება არ ჩამოვა ნულებზე. მომღერალი მარკუს მეტრეველი. ემამუნაკუმა მაკუ ანანი. საგვიმღერე ხა. დეგენერატი. მიდი ვერ ვისწავლეთ ეს ტექსტი. Una tragedia como Marcus. Una tragedia como Marcus. ზაგუცაც კი დაბურდა. საყვარელია. საზიზღრები. დაიწყეს ეს იგი შოუ გაიხსნა. ჩვენი გადაცემის სტუმარია კი ვთქვით, მაგრამ კიდევ ერთხელ განმეორდებით.
მარკუს მეტრეველი სხვათა შორის ძალიან ბევრი ითხოვდა შენ ამბავს აქ. მართლა? და მუდმივად შენ როდესაც შენ მონაკვეთებს დებდით ინტერნეტ სივრცეში, მუდმივად 9 მილიონი ნახო გარანტირებულად აქვს. ძალიან გაგვიკვირდა. ხო. ძალიან მაგარია. და ამიტომაც გადავწყვიტე ესე კი არ მოგწონხარ ჩვენ, მაგრამ რადგან რეიტინგია, ნუ მოგიყვანეთ ახლა. ჩვენია მაინც გურამ შეროზია. ესე იგი თავდაპირველად მოგესალმებით. ძალიან მიყვარხართ. კი ბატონო, ძალიან მიყვარხართ. ძალიან მომწონს თქვენი გადაცემა, ძალიან ხალისო. არ მოგეწონება და უარეს მოგდაით. და ძალიან დიდი წარმატება. ნუ არ გაკლიათ, მაგრამ მაინც უფრო დიდი. ძალიან დიდი მადლობა. მოკლედ საიდან დავიწყოთ ახლა შენი ამბები? სკანდალური ადამიანი, ხსუ სკანდალებში ან ემიგრაცია, დეპორტი და. კაი, მაგას ნუ იტყვი ახლა. არა, შენი ამბები როგორ აიცი? ანუ ესე რეალურად სკანდალური არ ხარ. ახლა მე შეიძლება ვთქვა ჩემ თავზე რომ არ სკანდალი ვიყავი რა, ანუ აი ადამიანებს ახლა გადაცემაში. რა სკანდალური არ არის? პენსიონერი არ დადის სამი საყვარელი რო არის. არა, ნახე, ეგ სხვა არის. ახლა რამდენი საყვარელი ყავს ასაკოვანი, ეგ არ ნიშნავს სკანდალს. ეს არის შენი პირადი ფეტიშები. რომ რაც უფრო ასაკში ადამიანი, მით უფრო მოგწონს. ან მით უფრო ითანხმება, რომ ქონება გადმოგიფორმოს. კაი, მოდი ახლა დავიწყოთ სუსუ თავიდან. ესე იგი ამოვიკითხე, შენი სახელი იყო გეორგი ტიტანი. ტიტანი გიო. ნ არა, ტ არა, მეტი ტიტანი. ტიტანი. რაში ხარ ტიტანი ერთი ხ მითხარი? მე რეგეთყვი ან განახებ. სადაიქ. ამ გადაცემაში ერთის დილობიანი ადამიანი შეიძლება მოვიდეს? ამ სუსასკესოების შეჯიბრებაში რო არიან, ვერ გავიგე. რატო აქ ეს ქონება ტიტანივით ქონია? ნუ ახლა ხვდები? ანუ ბავშვობიდან ტიტანი იყავი? ბავშვობიდან შეამჩნია. ანუ შენ ცალკე დადიოდი, შენი ტიტანი ცალკე მოხდებოდა? აუცილებლად, ბავშვობიდან შეამჩნია. ტიტანი, ანუ ჩემი აი უდრეკელა რაღაცა მიგონია. კაი, მართლა მაგიტოში გარქვეს? მე ვიცი რომ სკოლაში რაღაცა საბერძნეთში ბავშვობაში ტანით იყავი, ისე ჯორკოსავით იყავი სხვა ბავშვებთან შედარებით. ესე იგი, გიო, რო ჩავედი საბერძნეთში, ვიყავი ძალიან დიდი, ესეთი ტანადი და ვინაიდან ტანადი რა? აი, ჭარბწონიანი ვიყავი და მაღალი, გაიგე? ბუთქო. ხო, ნუ და რო ჩავედი, ვინაიდან მე ვიყავი აქ მესამე კლასში, დამსვეს პირველ კლასში და შემარქვეს ტიტანი პირველ კლასელებმა. ანუ შენ ცოცორაძე არაფერი ისტორია არ არის, ეგ ლეგენდაა შენი გამოგონილი. მაგას მე გავიგებ ისედაც. კაი, შენი რეალური სახე მარკუს მეტრეველი. კი. რომელი ახლა აქ რეალური? ორივე. პასპორტში მარკუსი ხარ? მარკო მეტრეველი, კი. რკო? მარკო მეტრეველი. მარკო ბერძნულ სახელში რაღა დაგემართა. მე ვქი რკო და მარკო მე რკოც უნდა ჟღერდა და მარკო. მარკო გიო, მარკო. მარკები კი ვიცი, რა ვიცი. მარკო. და ქართული სახელი? მარკო. გიორგით მომნათლეს ხო, ნუ გიორგი რაც არის. არა. არ დაუძახეთ არაზოს არავის გიორგი ჩემთვის. ხო, მაგრამ ნუ გიორგი რა, მარკო. მომნათლეს გიორგად. გიორგი, მაგრამ. გიორგად რა ინჩე რა. ანუ იორგოს მეძახდნენ საბერძნეთში, იორგოს. რაღაცა აქ-იქიდან წამოღებული და სულ შეიცვალა რომ არ მოწებნო. არა, ამის ხშირად ამბობენ ხოლმე, მაგრამ აი რა მაქვს შეცვლილი მითხარით. ახლა როგორად ცხვირი გაკეთებული გაქვს ენა მიიგდე. მხოლოდ ცხვირი. ტუჩებიც ცოტა არაფერია. არანაირად არაფერი. რა? ადრე ნათრევი კატასავით ქონდა ტუჩები და ეხლა ნახე როგორ აქვს წამოწყვინტები. თან ეს ახალ ნაკოცნავები ხარ გამოხვედი. და რა იცი რო არ ვარ. გეგო მე მერსის აკოცე ისევ. საყვარელი მერსი. იცი ეგ ამბავი? ისე რა, დასაქონმოქმედო ღონისძიებებზე დადიხართ რო ზასაობთ, იქ შენ და მერსი რო. ეს რომელი საუკუნის ინფორმაციები რა ხო იყო ხუი? მაინტერესებს რა ის იყო საქონმოქმედო ღონისძიება, სადაც შენ და მერსი დაეწაფეთ ერთმანეთს და ვერ გამოგლიჯეს ენერგია. რა გინდა ხო რა პრობლემაა? და რა საქონმოქმედო იყო ესეთი რომ სავალდებულო იყო თქვენი არ იყო საქონმოქმედო, ეს იყო რაღაც საბავშვო კონცერტი. მით უმეტეს ბავშვი. ეს ორი და მესიმ დააგვიანა მოსვლა, მოვიდა და უბრალოდ ვაკოცე. და დაჟჯა იყო შენთან კოცნაობა. დაჟჯა. კი. იმის მერე ბავშვი სტრესში. იმის მერე ვერ გამოვიდა მდგომარეობით და. კაი, რა ბოროტები. ეხლა მითხარი, ეს ქუდი და სათვალე. მუდმივად რატო გახურავს და გიკეთია? ჯერ დავიწყოთ ძალიან მცხელა და იქნებ კონდიციონერი ჩამირთოთ. რა არის დისკომფორტი ვერ გავიგე? არა გო კონდიციონერი მოგატყუეთ.
ცხელას გავიწურეს. გაიხადე ეს ტყავი მე რას გაწვი? ბიჭო, მე მეგონა რომ მათ რახს დამახვედრებდი და არა და არ ქენით. თუ გინდა ამას მოგწევ დაინიავე ხოლმე ხანდახან. კაი, მოითმინე 1 საათი. მითხარი, რატო გახურავს ეს მუდმივად ქუდი და ეს სათვალე. ეხლა სარკასტიკაში რო არ ვიყო, გეტყოდით, ეხლა დავასერიოზულებდი, მაგრამ ესეა საჭირო. დაასერიოზულე, რას დაეძებ? ჩვენ მაინც ენერგიისგან ვიცავ საკუთარ თავს, ბოროტი ენერგიისგან, რომელიც საქართველოში ძალიან ჭარბად. ჩვენ ბოროტი ენერგია გვაქვს? არა, მაგრამ ვინც ამ გადაცემას უყურებს, რამოდენიმე პიროვნება არის ეს. შეიძლება ჯადუ გაგიკეთონ ეს ონლაინ ჯადუ? ნეგატიური ენერგია ჩემთვის ძალიან მოქმედებს. ეს ქუდი სახლის მისამართით რო გიკარგები და მე ამ მისამართით მიყავ ხარ სახლში? კი. კიდევ შეკითხვა. ქუდი მაინტერესებს რატო არის? მოიხადე ქუდი. კაი, კაცო. რატო არის? შენ ძალიან უბედურ კითხვებსაც გაიხადე, ჩაიხადე ტიტანიუმი არა, ეგრევე მომვარდა და მოდი ჩვენ გადაცემაში ექსკლუზიურად მოიხსენის, ეს შემოგხედე შენი თვალე. მარტო ქუდი მოვიხსნა? აი, ქუდის და სათვალეს ორი წამი. მეტი და შენთვის დაიტოვე. ის ტიტანები და რაღაცები მერსი სულხანიშვილთან გადაგამისამართე. სხვა გადაცემაში მოვიხსნე. ეხლა რომ მოვიდეთ თამაზე და მოგხსნა ძალი. მომყლა. არ არის. ვერ ახედავ რა ჯანზი, რა თამაზავს არის. დაწეპებული აქ მე მგონი. დღეს დაიცადე ეს მე გეხვეწები ერთ-ერთ იმაში პისადებს პანამა და მინდა რომ გავუცვალო. არ არსებობს. არ მოვიხსნე. ნახე რა. ახალი მოგვაქვს შენ დერმატინი. დერმატინის გახურავს, არ ჯობია ეს. ნახე სულ ახალი ფასიც აწერია. ნახე აი. რა ბრენდ 79 შენ დაიხურე მოგიხდება. არა მე კი დავიხურე, მაგრამ მე კი ტყავში გადამიწლი. მაგლამას თმებს როგორ იმალავ მაგით. აი წარმოვიდგინე როგორ ხდება მართლა თავისი იმიჯის ქუდი და შეჭემა მზესუმზირის გამყიდველს გავხარ. აი გემა ყველი უნდა გავყიდო. რა ხდება შენ მუსიკალურ ინდუსტრიაში? შენ სამყაროში? მუსიკალურ სამყაროში ახლა წერ ახალ 3 სიმღერას. ეტა ვისთვის წერენ ამ სიმღერებს? არხი მუსიკალური აქ აღარ დარჩა. 1500 ლარს გიხდიან ღონისძიებელში. ესეც გაიგე? გეხვეწები საიდან გაიგე მითხარი. მე თვითონ ნინი ბადურაშვილი მოვიდა გულნატკენი მოყვადა. ღონისძიებელში. რაღაც გვინდოდა გაგება. ხო აქვე ვისარგებლებს შემთხვევით და იქნებ მოუმატოთ. ჰონორარები. შენ კმაყოფილი ხარ ის ამ ღონისძიებებს დადიხარ? მაქვს private ღონისძიებებს. მე ყველა მაგას ლაპარაკობს, მე private კიდე ხინგლის სახლი და private. ასევე სახელმწიფო კონცერტებიც კი. ხშირად. კაი. რადგან შენ საქმიანობაზე გადავედით, მოდი ახლა მინდა გავიხსენო შენი წარსული. ჯერ წარსულში არ ჩავსულვართ რა. არა, შენ ყოფილ ურთიერთობებს არ ვეხები, რა თქმა უნდა, ჯერ მე შევეხები. ვინ იყო ეს მიხალია ასლანი? კიო, ჯერ სახელწოდებები უნდა ჩამოაყალიბო კარგად. მიხალია ასლანი. რა მიხალია ასლანი? სადوارთ მიხალის ასლანის. მე შენი მეგობარი იყო, ჩემი მეგობარი არის. შენი მეგობარი როგორ არის? ბუმბერაზი, მსოფლიო დიზაინერი, რომელმაც შექმნა იმპერია. ბუმბერაზი შენთვის და ჩვენთვის მიხაილა ასლანია. მე პირველად გავიგე მაგალითად. ბუბლოდია. ნახე, მიხალის ასლანის არის უდიდესი ლეგენდა. კაი, აღარ მინდა გუდარია ეხლა და ვინმეს თუ უნდა ვიკიპედიაში ამოიკითხავდა. აბა, ვინ არისო? მე მაინტერესებს ვინ იყო შენ? მე იმას ხედავ პროფესიით ვინ იყო? მაგას ვარ. რო წაგიყვან ამ კუნძულებზე გაცხრა და გაგრიალა. ესეც იცი. ყველაფერი. კარგად მოგიჩვენია. ესე იგი მიხალის ასლანის არის იყო დიზაინერი, რომელსაც მოდის სახლი და სკოლა, ანუ დიზაინის სკოლა. მოდელად წაგიყვანა. არა, მე ვსწავლობდი მიხალის ასლანის მოდის აკადემიაში. და სადა აგიცნო რომ ვეღარ გააგრძელე. გავაგზელე, ვინ თქვა რომ არ გააგრძელე. აი ზღურის ტყავები რო გაცვია. შენ ამ ტყავებზე ძალიან აცრელი. აოფლილია, აი აოფლილია ამ სიცხეში. რა სიცმევდი ამ ტყავს? გეუბნები. ველოდებოდი მათ რა. რომელია ნამდვილი ტყავი, ახლა მითხარი. ეს. მარტო შარვალი. და ეს ნახე, მოკიდე ხელი. სანთებელა გაქვს? კი, ეხლა ვიდაბასტოთ. წაუკიდე. მე რა წაიკიდოს, რა ჩააკრობს ამ. ჩუმად, შენ ნორმალური ხარ? აუკიდე აბა. ძაფები დაიწვა. კაი ხარ, გამირღვიოთ. დაიწვა? არა. რა საზღრებია? ნუ გადაო. დაიწვა. გადაიწვა სად? ეს არ არის დაწვა. დაიწვა რა.
ვაიმე, აბა იქ წაუკიდე ხა. ტიტანზე აუკიდი, აბა ერთი. მინდი ტიტანზე. გაარგიდე და დამჭით ბოლომდე. აი წეგავასწორი. და მართლა რო წამიკიდეს ოღონდ. არა, მეც რო ჯიბეში გამზადებული მქონდა. მოკლედ, ეს რატომ მივარდება ეს თამაზე გამიგო. შენი ყოველდღიურობა, თუ რა ხდება? არა, ბიჭო, კაი. მოკლედ ეს მიხალია ასლა. მიხალის ასლანის. ვაიმე, ამიცვალებულის გამო, აბა დამარტყა. მიხალის ასლანი. მიხალის ასლანი. ლა. კაი. მოკლედ ეს ბუბუა სხვათა შორის. ხოდა, მოკლედ რა მითხარი, იცი რა მაინტერესებს? ანუ როგორ დაიწყო თქვენი მე? გავიგე რომ იქ მასთან სამკერვალო თუ რაღაცა იმაში მუშ კერავი. რა სამკერვალო? მე ძალიან დავიწაბე. დიზაინერი სჭირდებოდათ და შენ დაიწყე მასთან სწავლება ამ დიზაინის კურსზე. ფოტოებიც არის Facebook-ში. მე იმ კუნძულზე როგორ იმ გარყვნილების კუნძულზე როგორ აღმოჩნდი? მიკონოსი. ხოდა გეონები სწავლობდი მეთქი მიკონოსზე. იქ გრუპა იმ ქართულ ორგიებში სწავლობდი? ანუ იქ რო შენ ვინ მოგატყუა და მოგიტანა ამბავი რომ ორგიებში სწავლობდი. მოკლედ ამბავი რა იყო, ეხა მოყვები რა. ეს არ მოყვება სანამ მე არ დავიწყებ მოყვებას რა. მე გისმენთ ოღონდ. მოკლედ ეს როგორ არის? მიხალის ასლანის. ხო, მე რამდენი ადამიანი ეგ ვთქვი ხომ. მოკლედ ეს როგორ? მიხალის ასლანის გიო. მოკლედ ამეგობრდნენ. რამდენი წლის იყო? ვინ? ეს კაცი. ძალიან დიდი ასაკი, 70. და შენ? ეგრე. მე ძალიან პატარა, 27-28. 27-28. და ამ სწავლა იმ ჭრაკერვაში თან დამეგობრდნენ ესენი და მოკლედ ამ კაცმა გადაწყვიტა რომ ამასთან ისე მეგობრობდა და ისე შეუყვარდა ეს რომ მეგობრულად რომ წაიყვანა ამ მიკონოსზე საცხოვრებ 6 თვე იცხოვრე ხო? კი ბატონო. ხო და ამ 6 თვე რო იცხოვრა იქ მადონა ჩადიოდა რიკი მარტინ მოკლედ ვაიმე გაჩვენე. სულ ინფორმაცია. მოკლედ ვინ არ ჩადიოდა ცნობილი ვარსკვლავი და იქ ყოველ საღამოს იმართებოდა ორგიები, 4 გია, 5 გია, რაღაცა. კვარტეტი, სექსტეტი და ყველა. ნატალი და მოკლედ. ნატანჯული ცხოვრება გქონია. ხო და ესეც იყო იქ. ხო და ეს კითხვა მაქვს ეხა ამ ორგიებში სწავლობდი თუ მონაწილეობდი თუ რაღაცა. ორგია ხო ის არის კაცო სექსი რო გაქვს და რაღაცა. ხო. ან პირველად გაიგე ხო? არა, შეიძლება სხვა რაღაცა მეთქი, ისე მიკონოსურად სხვა რაღაცა სხვა რაღაცა დავს. ხო და ორგიო. ძალიან დიდი გამოცდილება მივიღე გიო. ამ ორგიებში. სასწაული. და როგორ იყო? 70 წლის კაცთან გამოცდილება უნდა მიგეღო. აი იდიოტო, ეს კაცი მეგობარი იყო. მეგობარი, თამას მეგობარი. ამ კაცს ისი თავი ექნებოდა, იღადო იდგა და უყურებდა თორე. ხო და შენ ეს იდექი და უყურებდი ამ ყველაფერს თუ შედიოდი ამ ორგიებში? მე მხოლოდ შემოქმედებით ორგიებში შევდიოდი. მხოლოდ განგვიმარტე იქ შემოქმედებით ორგია. ხატვა, კერვა, რომელი? ანუ თან ორგიაში იყავ და თან ხატავდი. რა რთულია რომ ვერ მოასწრებ რაღაცა. მაგდროს მოვდივარ მუღამში ზოგადად, აი რომ თან ხატავ, თან ორგიებს აუცხრა. რამდენი იყავით მაქსიმუმ? ნუ ახლა როდესაც private part-ები კეთდებოდა 50-60 კაცი. 50-60 კაცის ორგია? ვისი ვისა შერო ვერ გაიგე. ეგ უკვე ორგია აღარ არის. ეგ არის პატარა მიტინგი. აქცია. ხო და მოკლედ იყავი ბედნიერიც იყავი, ხა ხა ბედნიერი ყვები ამ ყველაფერს ხა საერთოდ ცრემლი არ გაქვს თვალზე. არა, ცრემლი რატო? ერთი ოფლი მოგდის, თორე ცრემლი არ მოგდის. ოფლი მაგასაც. ხო და რა მითხარ, იცი მე აღმოჩნდა ისე რომ ეს კაცი ყველაფერს რო გიკეთებდა შენ, ამ იკონოსზე გაცხოვრა, გასწავლა ეს ჭრაკერვა, ყველაფერი და კონსტრუირება ყველაფერი, ხო? ხო და მე ერთ დღესაც დაკარი ფეხი და წამოხვედი. კი. ამ კაციდან. რატო? ამ კარგ ცხოვრებაზე რატო თქვი უარი? თან მithumetes მეგობრობდით. ძე მე მყავდა ოჯახი მაშინ. ცოლი? ცოლი და შვილები. და ეგ იყო ძალიან დიდი ბარიერი ჩემს ცხოვრებაში, რომ აუცილებლად უნდა ამერჩი ან ერთი, ან მეორე. ან ერთი ოჯახი, ან მეორე ოჯახი. ნუ, პრინციპში შემოქმედება ჩემი ოჯახია. და გადავწყვიტე რა თქმა უნდა. შემოქმედებას ვეძახით. გადავწყვიტე რა თქმა უნდა ოჯახი. ჩემი შვილები და ოჯახი. და ამ კაცმა მე როგორც ვიცი, ძალიან დიდი რაღაცები ისეთი. ქონება დაგიტოვა, ხო? ქონება არ დაუტოვა, არა, ქონება არ დაუტოვა, მაგრამ ის ფასეული ნივთები გაჩუქა. ძალიან. აი რა გაჩუქა ყველაზე ფასეული. სხვადასხვა მან როცა მიგზავნიდა ხოლმე, მაშინ მე კინოზე ვცხოვრობდი, კუნძული კინოა 20 წუთით სავალ. ეს კუნძულებზე გაგართულება. ძალიან მაგარი. ერთი გარყვნებიდან მეორეში. და მან რო ჩამოდიოდა ხოლმე საჩუქრები მიხალი ასლანისგან ხო, ყოველას უკვირდა, ნუ თუ მართლა აი რა უჩუქებია შენთვის, აი ძვირფასის, მაგალითად ძვირფასის საათი, სამკაული, აი რა ფასიანი საათი. ნუ საკმაოდ ძვირად. აი ნუ მაინც ხა, ვისთვის რა არის ძვირი, იმისთვის 100 ლარია ძვირი და შენთვის?
ფასებზე ხوار ვისაუბრებ. არა, მაინტერესებს, ნუ. მიშა დამაინტერესდა მართლა, ეგ საათი ხო გამორთაჩუქარი ხო არა. ეს საათი მიხელოზე ჩემი ბიჭი ლუკა დაიბადა მაშინ 19 წლის წინ. მოიცა ერთი წამი ფასიანი საათი მაინტერესებს. აი რა არის ყველაზე ძვირადღირებული აი ფასში რო თქვა. აი რამდენი რა წამოიღე რა ხო? არაფერი წამომიღე, ყველაფერი დარჩა იქ. ხო და რა გაჩუქა ფასიანი ამოიღე ხმა. გითხარი, ძვირადღირებული საათი. ეს იახტა რო გაჩუქა მართალია? კი. და რა უყავი ეს იახტა? დაუბრუნე უკან. რატო? ესე იყო საჭირო. ნუ გჯერა ეხლა. არა, იახტა რომ მქონოდა, ეხლა აქ ვიჯდებოდი. აბა იახტით ახლა ვერ მოხვიდოდი აქ წყალი არ არის. არა, ყოველ შემთხვევაში საქართველოში აღარ ვიქნებოდი. საქართველოზე კაი ჯანდაბას, ნუ გასაგები გაიგებს. ამ საქართველოზე მაინტერესებს, მოკლედ ადრე ჟურნალისტმა კითხა, რომ არა საქართველოში ცხოვრებაო? გიყვარს საქართველო? საქართველოზე ვაფრენ. საქართველო არის ის ადგილი ჩემთვის, რომ გარეშე ცხოვრება არ და აბა შემიძლია. ჟურნალისტ რატო უთხარი, რომ საქართველოში არ მეცხოვრა, უფრო ბედნიერი, თავისუფალი და ძალიან წარმატებული ვიქნებოდიო. იცი ეს არის რეალობა და ფაქტი, იმიტომ რომ იმ ხელ შოუ ბიზნესი აქვს საბერძნეთს და ისეთ რაღაცას გთავაზობ საბერძნეთის შოუ ბიზნესი, რომ ამ ყველაფერს მოგცემს ბედნიერებას, ძალიან დიდ ფულს, წარმატებას. აქ არ ხარ ბედნიერი. 1500 ლარზე რა ბედნიერი იქნება. იცი რა, აქ ვცდილობთ რომ ვიყოთ ჩვენ ხელოვანი ადამიანები ბედნიერები, იმიტომ რომ მართლა ძალიან მიზერია ის ჰონორარები, რასაც გვიხდიან და ნუ ვცდილობთ რომ ვიყოთ გავიბედნიეროთ თავი. და რატო წამოხვედი საბერძნეთიდან? აი ეს არის ყველაზე დიდი კითხვა, რომელიც არ გამიცი არავისთვის, იმიტომ რომ არ მომეცა ამის საშუალება. რატომ? იმიტომ რომ აქ გარკვეული საქმე მაქვს. საქართველოში. რა საქმე? რა საქმე? ნუ არ არის ხა ის ადგილი რომ მისია გაქვს ამის შესაძლებლობა. არ არის ის ადგილი რომ ამაზე ვისაუბრო. ნუ მაინც ამოღერღე. ნუ ჩემ საქართველოში დავბრუნდი. მე ვიყავი ემიგრანტი 20 წელი და ჩემი ერთ-ერთი დიდი სურვილი და ოცნება იყო რომ გავიზრდებოდი საბერძნეთში რომ ვიზრდებოდი, დაბრუნებულიყავი საქართველოში და გამეცნო ჩემი მსვენელისთვის, ჩემი შემოქმედება და თუ იმიტომ დაბრუნდი საქართველოში, იქ პრობლემები შეიქმნა საბერძნეთში და გქონდა დაგეტოვებინა ქვეყანა. არა, არანაირი პრობლემა არ შეიქმნა. ხო არა. არა, მე საბერძნეთში ჩავდივარ, კონცერტებსაც ვმართავთ. არანაირი პრობლემა არ მქონდა საბერძნეთში, უბრალოდ საქართველო იყო ჩემთვის ოცნება, უნდა დაბრუნებულიყავი აუცილებლად. მაშინ ის ხომ არ იყო მიზეზი, შენი პირველი მეუღლე. ლალი ქურდაძე. ერთ-ერთი დიდი ხო ლალი ქურდაძეა. ხო სწორედ ვიდა. კი, ერთ-ერთი დიდი ლალისები ცხოვრობს საბერძნეთში? საქართველოში ცხოვრობს. ხო და ეგ ხო არ იყო მიზეზი. თურქმენი წამოვიდნენ, რაღაცა მოხდა იქ სერიოზულად. არა, ჯერ მე წამოვედი. ეგრეთება ჯერ ერთი მოდის რომ როგორ გამოიცა საბერძნეთს. რა მაინტერესებს ამ ამბავზე რა? ეს ლალი ქურდაძე შენი პირველი ოფიციალური მეუღლე იყო, ხო? კი. და მასთან ყავს ორი შვილი, გოგო და ბიჭი. კი ბატონო. ადრე წლების წინ იყო ნანუკასთან ცემატყეპა თეფშები, ნუ იქ ვერ გაიგო ხალხმა თეფშები შინაარსი შემოყოლილი გაგარეთაც, ნუ ყველა ვიცით ეს. ხო და რა მოხდა თქვენ შორის? ანუ ესეთი რა ურთიერთობა იყო თქვენ შორის, რომ ამ ქალმა გადაწყვიტა ბავშვები არ ეჩვენებინა შენთვის. ამაზე ძალიან ბევრჯერ ვისაუბრე გიო და აღარ მინდა საუბარი. არ მომისმენია არსად, ეხლა მე რომ მე გეტყვი პრაივეტ. თეთა რა სკანდალური ცხოვრებაა. მოიცადე, მაინც რა იყო ესეთი, იმიტომ რომ ეს ქალი შენ გადანაშაულებს ძალადობაში, ხო? რა სისულელეა, არასდროს. ფიზიკურ ძალადობაში არ გადანაშაულებდა? არასოდეს. აი როგორც შენ მხარდაჭერაც კი გამოუცხადე იმ ჩოგბურთელს, რა ქვია? ნეკა დოროყაშვილის ქმარს. ნიკა და შენ თქვი ესეთი რაღაც ერთ-ერთ ინტერვიუში, რომ ქალი თუ გამწარდაო, ის ყველაფერზე წამსვლელი არისო. სხვათა შორის ქალზე ძალიან ბევრი რამეა დამოკიდებული, როგორ შეინარჩუნებს ბალანსს ცოლქმრობის ეტაპზე. ქალს შეუძლია რომ მამაკაცი გამოიყენოს. ეს ქალი გეიდახდა შენზე რომ ფიზიკურ, ანუ გაბრალებდა თუ არ ვიცი ხა ეს არ ვიცი, მაგრამ ფიზიკურ შეურაცხყოფებს მაყენებდაო. ფიზიკურს ძალადობდი მას. არასდროს. არა, ნუ ესე იყო საუბარი, ხა მე კი არ გეუბნები აკეთებდი, ანუ ეს იყო ერთ-ერთი. ნუ 1000 რამ შეიძლება ადამიანმა გამოიგონოს და დამაბრალოს, მაგრამ ხო და რატო, აი საერთო შვილები რო ყავთ, რატო უნდა გააკეთოს ქალმა ეს თუ არ გაამწარა ეს ქალი ძალიან. აი ვამბობ, გაბრაზებული და გამწარებული ქალის პოზიცია შეიძლება იყოს და რის გამო გაბრაზებული შეგისწრო რამეზე თუ? არასდროს არაფერში. არასდროს. იქნება იგი იყო საერთო მიზეზი.
მეორე ძალიან ერთგული ადამიანი, თუ ავიჩებ ვერ ადამიანს, გავიგე სად უნდა შეესწრო 50 კაცთან ერთად იყო რა. რომელს დაადება. ეს ხო არ იყო მიზეზი, შენ რო წახვედი ამ კუნძულზე, ამ ორგიებში და ოთხგიებში და ფორტე და ნატალიში. ეხლა ნახე, როდესაც მე მქონდა ესეთ საზოგადოებასთან ურთიერთობა, რა თქმა უნდა, იყო ეჭვიანობა ყოველთვის და მე მესმის იმ პერიოდში იმ ადამიანის, ძალიან რთული დასაძლები იყო ამ ყველაფრის, მაგრამ ნუ მე თანდათან შეეჩვია და ნუ დაბალანსა სიტუაცია. კითხვა მაგ ჯერ მე მათქნინე. იცი რა კიდე რა ერთ-ერთ ინტერვიუში იძახი რომ თუ გინდა რომ საბერძნეთში წარმატებას მიაღწიო, პროდიუსერთან ურთიერთობა უნდა ქონდეს და იმის ლოგიში უნდა იწვეო. ეს არა მარტო საბერძნეთში, ეს თან სოფლიოს ეხება. და შენ ხე საბერძნეთში წარმატებული იყავი რომ მაინტერესებს? რამდენი პროდიუსერი იყო? ხო, რამდენი პროდიუსერია? ხო და ისეთი წარმატებული არ ვიყავი საბერძნეთში, რომ ეგ მომხდარი იყო. ამიტომ წამოვედი საქართველოში. ეს იყო პასუხი, რომელიც ახლა გაგეცი. აქ იყო? პასუხი გავეცი. გავიგე, აქ იყო, მე აქ რო წამოხვედი, აქ იყო ეგ პროდიუსერები. აქ ჩემი მუსიკალური პროდიუსერი იყო მაიკო კაჭკაჭიშვილი და მასთან არაჩვეულებრივი ურთიერთობა მაკავშირებს დღემდე ძალიან მიყვარს და მეტი სხვა და გიორგი, მეტი სხვა პროდიუსერი არ ქონია, შალვაშვილი. ოკეი. კაი, ამ ბავშვებთან გაქვს ურთიერთობა შენ შვილებთან? ყველაფერი კარგად არის, კი. ანუ არ გაქვს ურთიერთობა? ყველაფერი კარგად არის. ყველაფერი კარგად არის, ვისთვის როგორ არის კარგად? ჩემთვის არის ძალიან კარგად. ანუ ყოველდღიურად ნახულობ, სურათებს არ დებ ბავშვებთან ერთად ეხლა. კიდე განმეორდები, რომ არის ყველაფერი კარგად. არა, გჯერა ეხლა? ისეთ პასუხებს ცემს რომ ხო იცი ნახევარზე მეტი არ მესმის. რატო? აბა ხელფას რაში იღებ? შენ ვიდეო და ჩაგეცინოს? ბიჭო, აი ხო შეიძლება რაღაცა აიგები თქვას რომ ისე ვერ გეტყვი, არ გეტყვი, ესე მოხდა ის. ყველაფერი არის კარგად. მერტის ხავი. პირველი ურთიერთობა, რომლითაც შენ გამოჩდი, უფრო ურთიერთობებით გამოჩდი, იყო ეს ლალი. ურთიერთობებით როგორ გამოვშდი? ჩემი პირველი კლიპი იყო თავისუფლება, ჯერ კიდე დაბადებული მე მგონი არ იყავი შენ. რუსთავიოში კომუნიკატორში. ვის უნდა ექსი? შენ გამოჩდი, შენი პირველი ესეთი აქტიური გამოჩენა ტელესივრცეში იყო ეს ლალი და შენი თებშების ლეწვა. ვისთვის არ იყო? იყო ზუკა შენთვის, ზუკასთვისაც. ეხლა შენ ნათესავის ძიძახის კიო. მე всё, გაჩუმდი. არა, არ გავჩუმდები, იმიტომ რომ ოკეი, სკანდალი ყოველთვის საინტერესოა მასებისთვის. გავიგეთ, მაგით გაგიცნო ხალხმა. ნუ მოკლედ ეხლა რაც არის ეგრე, ეკმუდა პუნა მაკუნანი ნანი ნუნი. არ არის ცუდი სიმღერა, მაგრამ მოგიტო რა. ცუდი სიმღერა მართლა არ არის. იქ მოპარული სიმღერა ხო? არა. როცა ვსვამდი Fame Studio-ში, მაშინ მაჩუკა კომპანიამ, Antenna Production. ეხლა გაიგე, Antenna კონდარში თუ რაღაცაში, ეხლა ჩვენ როდის დავრეკავთ, შედი ხელმისაწვდომია და ნახავ. არა, Antenna Production-ზე, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე დიდი ტელეკომპანია. შემდეგი ურთიერთობა, სკანდალური ურთიერთობა არის ნინი შერბადინთან. საიდან მოიტანე? ანუ შენ, მოკლედ ნინი შერბადინს და იცახდა, რომ ჩვენ ურთიერთობაში ვართ და ეს გოგო ისეთ სულ გაწეწილი თმით მოძრაობს. თუ სულ არის ესე აიცეცა და თქვა რომ ტომეულები უნდა დაწეროსო. ნინი ძალიან მიყვარს, ძალიან კარგი ადამიანია და მხოლოდ მეგობარი. ეს არის თუ არა სიმართლე, მე რასაც ვიტყვი. იცი რატო ეხლა უყურე? შენ რომც არ ნინი ვის არ უყვარს? შენ რომც არ გვიპასუხო ეხლა. ამის გვაქვს ვიდეო მასალებით. ამ ვიდეო მასალებს ამოვანათებთ. ანუ დადეთ. თუ ჩვენ გადაცემებს უყურებ, ჩვენ ფაქტებით ვსაუბრობთ. ესე ლაი არ გვაქვს რა. ანუ შევრიგდით. კი, შევრიგდით. მაგრამ მაშინ იყო მეგობრობაზე რაღაც ცოტა ზედმეტი. და ჩერდი ეხლა. არ ჯერავს. არა, შენი ვერსია ნინი რა. რასიზმი არაფერი არ ისე ზარკონია, ეს მარკოს გამოგონილი პიარსვა არის. პიარსვა. მარკომ უნდა გამოსცეს ჩემზე ჭორების ბესტსელერი ოღონდ. ნინი შერმადენი ვის არ უყვარს, მათ შორის მეც. გავიგე, მაგრამ ეს რო უბაზრებდი ამ გოგოს რომ ერთად ვართ. რას უბაზრებდი? ერთად ვართ. მე არაფერს არ უბაზრებდი. მე არასდროს არ ვსაუბრობ თქვენ. ანუ იყავით ერთად? და იმას სიყვარული არ გვინდოდა. შეიძლება მაგაეპარა. ყველაზე მეტად. ანუ იყავით თუ არა ურთიერთობაში? პატარა ლაფტოპში. მე შემიკიკი. თქვი რომ ვართ მეგობრები. ეხლა ხო, მაგრამ მაშინ, როდესაც შენ საუბრობ, იყავით თუ არა ურთიერთობაში? შენ და ვიყავით მეგობრები. მაშინ რატო ყვებოდი რა ურთიერთობაში? არ ყვებოდი არსად. კაი, ვიდეოს ამოვანათებ დავიღალე ამ დიალოგით უკვე ამომხალა. ისაც რო იყო დუბაიდან ჩამოსული ქალბატონი. აუ რეპსი გონები. გაგვახსენე გეხვეწები რა. რა ერქვა მაგას? მაგ დუბაიდან ჩამოსულს. მიქელაძე, გვარი იყო ლელა. ლელა მიქელაძე. ხო. ბიზნეს უმენი დუბაიდან. და თქვენი რომანის ამბავი კიდევ ერთხელ ახალი ქალი, რომელი რომანი?
ეხლა საზოგადოებას ძალიან უნდა ამ ჭორების და პროფილში რო იყავით. საზიზღრობების მე მოსწავლე. love story იყო გავლა გამოვლა თაწმინდაზე. პროფილში იყვნენ გამოსულები მაია ასათიანთან, სადაც ისაუბროს თავის love story-ზე, მაშინ ლელა იყო 45 წლის, შენ იყავი თუ არ მეშლება 28 წლის თუ რაღაცა. პატარა. ესე რატოზე ხარ გასაქცევად ემზადები? არა, ჩემ კამერაში და პროფილში ვზივარ ძალიან ლამაზი. შენ გონია გეჯიბრება. ამას გონია რომ შემაშინებს თუ არა, რაღაც. ესე რატოზე ხარ? ესე მიყვარს დობა. აი, ყველასთან რო ეგრეზის როგორ. ხო და ემზადები ხო გაასწრო. ხო და რა მითხარი? ამ ქალთანაც შოუ ქონდა, იმიტომ ეს ქალი მე გამოვიდა შენზე ყველაფერი შოუ. აი, მოდი მოკლე კითხვა დავსვათ. ადამიანს რო გაიცნობ თქვა და თქვი რომ მეგობარია, შენი გერლფრენდია, რამდენი წელი გჭირდება რომ მისი მთლიანი ქონება წამოიღო და გაუშვა? საიდან მოიგონეთ ახლა? რამდენი წელი? ანუ ახლა ესე ურთიერთობა. რა მინდა წელი? რამდენიმე თვეში. რა მინდა წელი ძმა? იმიტომ რომ შენ შემჩნეული ხარ იქ ვირონელაო თუ რა რაღაცა წვინები. საიდან? სად? ვირის წვინები რომ მოვაგდ. ვირლანდიაში ხარ შემჩნეული. ვირლანდია. ანუ როგორ მოხარებელი ყოფილი ხარ წვინები მოგაგ თუ მე პირველი მოხარებელი მე ვარ მან. ნუ ახლა რადგან კაი ყველაფერი არ გვცემ არაფერზე პასუხს, თუმცა რადგან მივადექით ქონებაზე საუბრობს. აუ მე მილიონერი. დალი ხაბულიანი ყოფილი პარლამენტარის. კიო მე ხო გითხარი რომ პირადზე არ ვსაუბრო. ნანი ჯობია ისაუბროთ რომ ისეთებს ვისაუბრებ ხა ამ თემაზე. მეწოდე ყველა ეხლა აქედან მინდა მიმართვა გავაკეთო რომ თუ ხარ 60-ის ზევით ერიდეთ მარკუს 60 ძალიან ბევრია. თუ ხარ 60 პლუსი ერიდეთ მარკუს მეტრე. ოღონ პლუსი. დალი ხაბულიანი უკვე ოფიციალურად იყო მისი მეუღლე, როგორც თვითონ გამოვიდნენ ნიუსებში დაწერეს, ფოტოსაც ამოვანათებთ და მე ვიცნობ ამ ქალბატონს ძალიან კარგად ფანტასტიკური ქალბატონია. და მითხარით თქვენი ეხლა დაშორების მიზეზი რაღა იყო? მართლაც როგორც აღნიშნე ფანტასტიკური ქალბატონია და ძალიან კარგი ადამიანია. გარემოტებას მორჩა, პალეჭება კედლები. ანუ როდის მიხვდა რომ ფინანსურად იყავი რაღაცებში დაინტერესებული? გუშინ წინ? დამირეკა და არა მგონია გუშინ წინ მიხვედრილიყო, ალბათ უკვე ურთიერთობა რო დაამთავრა შენთან, თან ეს ქალი არის გავლენიანი ქალია, მისი ძმა არის ყოფილი პარლამენტარი და ბიზნესმენები და სვანი ოჯახია ზოგადად. ძალიან კარგი ოჯახი. მე მგონია ოჯახმა არ მიგიყო მაინც. უარმყო. არ უნდა. უგულებელმყო. ეს შენი სოფლის სახლი მაგან გაგაკეთე. ყველაფერი აბსოლუტურად. მეც თვითონ შვა. ნუ შენ არა, მაგრამ დანიშნე მანქანა და ისე? ყველაფერი. და რა მომენტში აღარ მოგინდა? ანუ ფული იცი მიხდრო იმდენად ბევრი რამ გაიღო ჩემს მიმართ, რომ აი მეთქე it's enough. ყველაზე მეტია. კაი, მოდი დაურეკოთ ახლა. თიტა რა საკეთებს ამ ხალხს რომ ესე ფურს რო აწევს? მოდი ახლა დალის დაურეკოთ. შენ გაქვს ნომერი მისი? და თავად დალისთან გავარკვიოთ, გინდა? დაურეკეთ. კაი. არ დაურეკავ, არ შეგარცხვენ. რატო არაფერი არ მოშეზარცხვენ? მე კი ვიცი. რა ხალი დღეს ბანკში იდგა რომ იპოთეკას თუ რაღაცებს დებდა რომ ვაიმე საყვარელი ექსისულელი. ეხა ახალ ხობს როდის უნდა ველოდოთ? სამომხმარებლოს ესხი უნდა იყო 23%-ში. მოიცა ახალ ხობს როდის უნდა ველოდოთ? სხვაერებს უკვე დაწყებულია საქმე. მაქსიმალური ასაკი რა არის? 60 ზევით. 60 ზევით. ანუ 60 ზევით აჩანაფიქრით არის. აძინებ ალბათ ამ ხალხს. გიშდები ზოგადად აი 60 ზევით. არა, მალე რო იძინებენ და მალე ეძინებათ. თამე რო არაფერი არ გჭირდება რო. მე თავისუფალი. და რა ის დაუძახათ ტიტანი მე მეგონა თელეგრამის მოძრაობაშია და ახალგაზრდა გქონია მარტი რომ ეს ტიტანი ამოქმედო. 60 წლის ალბათ ვალიდო ლიანის ქვეშ და მეტი. ბალკი ბატონო. ეს ყოფილა რასპუტინი, მე შემიძლია ესე თქვა რა. არის სვენებს ეს და თავის ტიტანი ხალი ხალზე ესე ურთიერთობებს. შენ ძირითადად შემოსავლის წყარო სიმღერაა? სიმღერა მე მუშაობ ორ კომპანიაში უკვე 16 წელზე მეტია და ასევე ვხატავ და ჩემს ესკიზებს პატარა პიკასოს ყავს აქ დიზაინერებთან. კაი. მოკლედ ერთ-ერთი ინტერვიუში. ეს ყველაფერი ალბათ იმიტომ რომ ის გადმორიცხული ისენი რომ გაატარო ხო? რომ გავათეთრო აბა. შენ ისაუბრე ინტერვიუში რომ რო კითხეს სექსთან დაკავშირებით, თქვი რომ ცხოველთან და მიცვალებულთან არ მექნება სექსი. განჩენი ყველასთან. ნეკროფილი და ზოოფილი ჩემთვის მიუღებელი თემაა. ანუ ბუჩქთან, კედელთან, ლეპტოპთან, მაგიდას. აი უროლაღნია და კოპროლაღნია საინტერესოა. უროლაღლა რა?
უროლაღნია და კოპროლაღნია საინტერესო. აი გინი ორდლა. არა, ამით რა გვაჩვენეთ, რომ ენით ძლიერია. კარგია გიო, კარგია შენ წარმოგიდგა ნაკლე. ხედა. უროლაღნია. უროლაღნია ბავშვებო. კაი, კიდე ესეთი რაღაც ამოვიკითხე. მე კი 60 წლის კალები რაზე არიან დაგეშილები. მე საერთოდ ვიცოდი რომ დიდასაკში ძაღლები უყვართო პატარაო და თურმე მაგეთი შინაური ცხოველი ეს ყოფილა. კი ბატონო. კაი, კიდე რა მოვიკითხე, იცი რომ შენ განაცხადე ესეთი რაღაცა, რომ ჩვენ ქვეყანაში არისო პრობლემა ის, რომ რეგიონებშიო ვირებიძე თხებზე ვაშკაცდებიან ბიჭებიო. ანუ ეს სტატისტიკა თავად აწარმოე ამისი, რომ რეგიონებში თხები და ვირები ვაშკაცდებიან. იყო ხო ესეთი ფაქტი, რომ გარკვეულ რეგიონებში. რომელ რეგიონში? ადრე აღონ ძალიან ადრე. რომელ რეგიონში? არ ვიცი. მე მოსმენილი მაქვს. ხო და რა? შორის სუფრებზე, ეს ხუმრობებში. მე მეგონა შეხა სოფელში რო გადახვედი, იქ ნახე რამე ფაქტი და არა, იქ არაფერი მსგავსი. ხო და ეს სტატისტიკა საიდან აწარმოა? რა სტატისტიკა? შენ თქვი რომ ძალიან დიდი რაოდენობა არისო ასეთიო და ეს სტატისტიკა საიდან იცი? დიდი არ რა, ცოტა არის. არა, სტატისტიკა არ მიხსენებია, უბრალოდ ფაქტებზე ვსაუბრობდი, რომ მე მსმენია, რომ მსგავსი ფაქტები ყოფილა რეგიონებში. ხო და ანუ ეს შენ გამოთქვი იცი როგორ? რომ ეს პრობლემა არის ქვეყანაში, რომ ძალიან დიდი რაოდენობაა. როცა არ არის სექსუალური განათლება ქვეყანაში და მსგავსი ფაქტები მესმის და არა მარტო ეს ფაქტები, ხო, ამაზე უარესი ფაქტები, მაგალითად რაც გვესმის ყველას შვილი, ბაბუასთან, ბებია შვილთან, მამა შვილთან, საოცრებები მესმის. შენ გაქვს სექსუალური განათლება მიღებული თუ არა? რა თქმა უნდა. სად დაამთავრე? ესეც მექა საბერძნეთში. საქართველოში რა გიშლის ხელს? არაფერი. აი ნერვებს რა გიშლის? გაუნათლებლობა. კიდე? არაპროფესიონალიზმი. და ხშირია ეს ყველაფერი? სულ ეგ არის. ქართული ტრადიციები? ტრადიცია გააჩნია, რას აღვიქვამთ ჩვენ ტრადიციებად. ანუ არის ქართული ტრადიციებში, ნუ რაღაც არის ისეთი? არის კი. აი მაგალითად ვადაგასტული ტრადიციაა ჩემთვის სასაფლაოზე, როცა ეგეც ადრე ხდებოდა, კეიფობდნენ, დროს ტარება. აი ხაც ეგრე არის. ხო და ეგ არის საზიზღრობა. და რა იყო შენ საფლავზე ხო არ კეიფობენ? თავის საფლავზე კეიფობენ. რა შუაში ესე აწუხებენ კაცო იმ მიცვალებულს. მიცვალებულს როგორ აწუხ გელაპარაკა მიცვალებული შემაწუხის მარკუს მიშველეთ თუ? რა იცი გიო? იმ კაცმა მოგწერა? რა იცი შენ? აი შენი აზრით სწორი როგორია? როგორ უნდა მოვიქცეთ თქვა? სულ არ უნდა შეაწუხო სული. საერთო საფლავებზე არ მივიდეთ ესე, რო დავმარხავთ? რატომ უნდა მიხვიდე? არ უნდა მიხვიდე, მაგრამ რატომ უნდა მიხვიდე ღვინით და საჭმელით? იმიტომ რომ ეს არის ესეთი დღესასწაული, რომელიც ტრადიცია. ხო და არ უნდა აღნიშნო, არ უნდა შეაწუხო ზედმეტად სული. და ვინ თქვა რომ უნდა ილოცო მასზე და არ შეაწუხო. წუხდება ეს სული. ვინ გითხრა? ესეა. რამდენი წლის ხარ? ძალიან დიდი. რამდენი ხარ? ნუ შენზე დიდი. ნუ რამდენი? ნუ არ ვასახელებ ციფრებს. რა იყო? ნუ გეშინია შენ ისეთ კატეგორიაში იბრძვი რომ ყველა არა, წავაშლებინე ვიკიპედია არ არის. ნახოთ თუ არ არის. გინდა დავრეკო და გავიგო ორწამში? თქვი ჯობია. ვერ გაიგებთ ვერასოდეს. ნახეთ ამას. ინტერნეტში წერია რომ გადასულიშიო. ხდები ხო? არ არის გამორიცხული. არ არის გამორიცხული. მე სხვა ხო არ აქვს მოყვანილი მეშინია. შენ მარკუს ავრელიუსს ხარ საუბრობ. რა საყვარელი ხარ, აი როგორ შეიძლება ჩვენმა აგენტებმა არ იცოდეს, არ ვერ მოიწევს ჩვენმა კადრმა შენი ასაკი. აბა მითხარი, 45 წლის ყოფილი ხარ ჩიტო. საერთოდ მოიგო. 191 წელს დაიბადე 28 აბა შეჭემა არ ყოფილა იმ ქალებთან ესეთი ასოკოვანი სწავლა. მე კიდე ისე გამოიყურება. დაეძებგი. ეს კაი ბებერი ყოფილა. დაი მე ფეხზე ცხარი გაქვს გამობული და შავსათვალეში მიზიხარ. შეულებრივად კი. ისე აი რა საკეთებ რო ვთქვათ ეს რა ქვია 45 წლის ასაკში ესე გამოიყურები. ბიჭო ვარჯიში სწორი კვება ნეგატივისგან სიცარიელენ და მედიტაცია. მედიტაციას როგორ აკეთებ? აუ ძალიან ბევრნაირი შემიძლია და ვიცი. პირველი მედიტაცია არის ლოცვა. და კიდე სხვაებიც არსებობს. რაზე ლოცულობ? რო არ დაბერდე? არა, ღმერთმა დაგვაბეროს ყველა სხვადასხვა. ყველა დაუბერდეთ ღმერთმა ქნას.
ლოცულობ რომ ვუყურებ და კეპიცები შოქში ვარ. ესეთი სიმეტრიული წვერი გინდა, სახე გინდა, ტუჯი გინდა, ყბა გინდა. ჩაბანილ ჩავარცხნილი. ყველაფერი გაკეთებული. დავარცხნილი. ყველაფერი გაკეთებული. აი რამდენი ხანი გჭირდება რომ მოტოციკლზე და გამოხვიდე? 1 საათი. კაი, თუ არაფერზე აღარ საუბრობ, გაკითხვა დარჩენილი. რა უნდა დაუსვა? რა უინტერესო ცხოვრება გქონია? მარტო ქალი, სახლი, ქოლება, საყვარელი? ზარებს დარეკავ სადმე თუ მაგას დარეკავ. მოგდავარეკინო სხვა გზა არ არის. ეხა დაურეკოს ვერიკო ტურაშვილს და ვერიკო ტურაშვილს უთხარი რომ შენ ყოფილ მეუღლეს შეურიგდი. სულაშვილს გაუხარდება. მიდი. და ის რომ ფეხზე მეთარი. არ გაგეცინოს. ბოლომდე უნდა დააჯერო ეგ ამბავი. აქ არის აზრი ის რომ ვინ უფრო მაგრა დააჯერებს. ხო. ურეკავთ მომღერალ ვერიკო ტურაშვილს. კაი. ალო. ვერო. ბატონო. როგორ ახარ შემოგევლა? ვინი? შილოკოლა ხარ შემოსაყარება. კარგად ვერო, ძალიან დიდი ბოდიში ესე გვია რო გირეკა. უბრალოდ შენთვის უნდა ამერიკა და მე თქვა ეს ინფორმაცია აუცილებლად. აბა რა ხდება? ვერო, შეურიგდი დალოს. ვაი, მე როგორ გამახარე? და ამასთან ერთად კიდე ერთი ინფორმაცია, რომელიც არ ვიცი სად უნდა ვთქვა და რას მირჩევ. თან ორსულად არის. გენო გიჟდები. რანაირად ეხლა შეურიგდი და ეგრევე ორსულად გახადე? ხო და იმიტომ შეურიგდი რომ თურმე ორსულად ყოფილა. გიჟდები. შემოგე. საყვარელი. ხო და როგორ მოვიქცე რა ვქნა? იციათო დაგირეკე, ბავს ხომ მომინათლავ. აბა რას ვიზავ, ჩემო სიყვარული. ვაიმე, შენ შემოგევლე მე. ყველა მე მოგინათლო თუ ერთი? ერთი მინდა და ის სარკასტიკა რო დავარქვათ, რას ფიქრობ? მე მაგალითად თამაზად ვიზავი დავარქვა. ბავშვის ამბავი გოგოს რო ერქვა თამაზა. გაიგერა ბრუტალური გოგო. დაიმახსოვრე იქ ყველაფერი. აუ. ვერიკო როგორ ხარ? დრაგიდა ხო დავაჭერეთ. ვერო, ბოდიში, ესე გვიან რო დაგირეკე. ვერო კოცხით, მადლობა. დამიხარდა ყველა ვარიანტი იქნებ ახდეს ეს ამბავი მაგ. გენაცვალე შენ. რაღაც დროს ახდეს 400 წლისა ამის სპერმა აღარ ვარ. ისეთი ბოროტია, ნაზღო ეს რეებს იძახის არ იცი. მაწონი შეადედო ამის სპერმით მაქსიმუმ. ამის იმენა. საზიზღარი. ბავშვმა ენა გამოყო და ქონდა გაფლეთი. ენა მიგდე თორივე. თამაზა უფრო საყვარელია. ძალიან. გადარია ეგე. მე დამბრალდა თამაზა რო არის გაფლენის გადაგატახსირებული. ანუ საზიზღარის ერთი გიორგი და თამაზა საყვარელი თავისი ზის. მიყვარს ფერად. იმიტომ ზის რომ რისერჩი არ გაუკეთებია თორე. რისერჩი არ გაუკეთებ იმიტომ ზის ისეო. საყვარელი. ვერიკო მადლობა და კოცნით, პაკა-პაკა. კოცნი. კაი. თამუნა მუსერიძეს დაურეკე და უთხარი რომ მეც მიღალატეს ბოლო ურთიერთობაში და მე ძალიან მესმის შენი. მოცა მესმის თამუნას უღალატე? არა, ისე ვიძახით, არავის არ უღალატე, ისე უთხარი. რამეში არ გამხდოდა შარში. მიდი. ალო. თამო. ო. როგორ ახარ შემოგევლე? მაპატია გვია რო გირეკავ. არა უშავს. ხო ხარ კარგად. კი, შე როგორ ხარ შემოაქრო? კარგად შემოგევლე. უბრალოდ რაღაც საკითხთან დაკავშირებით გირეკავ, იმედია ცუდ როც არ გირეკავ. არა. მინდა გითხრა რომ აი მეც მესმის შენი, იმიტომ რომ მეც მიღალატეს. ვაიმე შემოაქრო. და აი ძალიან ცუდ მდგომარეობაში ვარ და არ ვიცი როგორ გამოვიყვანო ჩემი თავი და აი მოგკლავ იმენა. რატო? რაღაც შარში გამხვი. რა შარში მოხვიე? შე როგორ ხარ მითხარი? კარგად. ყველაფერი კარგად არის? რა ვქნა, სხვა რა გზა? შევებს მომცემ? შევებს? ხო.
როგორ გამოვიყავ რა მდგომარეობა გაქვს? ხო და ჩემ მდგომარეობიდან გამომდინარე ხო იცი როგორ ფსიქოლოგიურად განვიცდი ხოლმე ესეთ ჩამოშვილი ვარ ვეღარ მღერი და როგორ შეიძლება რომ მიშოვლო და დამეხმარო ცოტა გვერდზე გაშკალოთ ჩამოშლილი ხარ? ჩამოშლილი ვეღარ მღერი და აი ვერაფერს ვეღარ ვაკეთებ ნუ პლუსზე რა იმღერო? პლუსზე კი მაგრამ ყველგან პლუსზე ხო არ გამოვა და? ყველგან პლუსზე ხო არ გამოვა აი რაღაცა ისეთ მირჩიე რომ გამოვიდე ამ მდგომარეობიდან რა კონიაკი კონიაკი ხო სიმღერის კონიაკი შენ სვავ ხოლმე კონიაკს? მე არ სვავ ზოგადად ასეთი არ მიყვარს მე დავიწყე ვარჯიში და ვარჯიშით გადავიდა. ვარჯიშობ ხა მეც მთელი ცხოვრება, მაგრამ ნუ ვერ გამოვიდა. და კიდე რას მირჩევ? მან შევისი არ ეს ძალიან ინდივიდუალურია. და თარი რომ მაინც დიდი სხვაობა ასაკში. რამდენი ურთიერთობა გქონდათ? ძალიან დიდი ხანი 8 წელი ვიყავით ერთად. და ვისთან გიყავდა? აუ ეგრო გაიგო შოქში ჩავარდები. სტორი ხوار დავდა. აუ თამო ძალიან დიდი ბოდიში რაღაცა მათქმული საზიზღარი ხო? აი პირველივე სიტყვი. რა მოხდა აზრი არ ვარ მაგრამ ჩემო პრინცესა ეს აზრი არ არის საერთოდ. ისე ვალაპარაკეთ. რა მოხდა რა ოჯახი დაანგრია თამამაც. რა სიძახი? აბა მე რა ვიკი ხითხითებთ ორივე და ეხა შეგიძლიათ ორივე ხითხითა ერთად იყოთ უკვე. აი რა გამოკეთები და თამო ბოდიში ძალიან დიდი. არა კაი რამდენი წელია გიცოდო შენ მაგაზე ვარ დარეკა. არა ვერ გავიგე შენ ტელეფონი არ გაგროთ პრესა წაიკითხვა რა. შე არ ვკითხულობ საერთოდ პრესებს და რაღაც. რა წაიკითხავ ენით ვარჯიშობ ტელეფონში. არა ტვინი. აუ თამო ძალიან დიდი ბოდიში და ხოიცი როგორ მიყვარხარ. ხარ და ზუსტად მიცოდი ეხა მაგაზე რო არ დარეკავდი და ამ სპაღამეს საიდანაც დარეკე მაგასაც. მიყვარხარ და წარმატებები და თავს გავიფრინე. აი მე პოთი დაფული უკვე დავიძაბე. კარგი ზარი იყო. მოკლედ ინტერვიუ რა ესე რა გამარჯობა ნახვანდის დავთვალე. თქვენ არ იყავით მოდოზების სიმაღლეზე და რაღაც დენიკენის დროინდელი რაღაცა შეკითხებს რომ მისვამთ. ჩვენ მოწოდების სიმაღლეზე სულა შენ იყავი უბრალოდ გაოფლიანებული მაგ ხელოვნურ ტყავში. ტყავი რო დაეწვა. გადაცემა სარკასტიკაში. თამას უკვე ვერ გაექცევი. გადაცემა სარკასტიკაში თამაშის დროა. სარკასტიკაში თამაშის დროა, თამაშის სახელია საჯდომიდან ბურთების ყრა. გამარჯვებულს გადაეცემა Flamewood-ისგან 100 ლარიანი ვაუჩერი. მზად ხართ? კი. ნახოთ ახლა ვის უფრო მოქნილი საჯდომი აქვს. 3 2 1 ოჰო, ორი ბურთი გაძვრათ. მარკუსას ტრაკი აქტიურად მოძრაობს. ხელი არ მოკიდო, არ შეიძლება ხელის მოკიდება. მეტი სიტამამე, მეტი. ფასები სხვადასხვა გვაქვს. 45 წლის ხორცი სხვა ფასია, 28 წლის ხორცი სხვა ფასია. აი ესე. დაიწიე, ნუ გერიდება. აი. მიდი. ჯერ გაქვს, მიდი. აი ესე დაიკუზე, წაიკუზე შენც. მიდი. აი, შეხედე. ჩაიწიე. არ შეიძლება ხელი. ჩაიწიე, აი. სუქსურთ სოფლის კვერცხი. ამ შემთხვევაში ქალაქის კვერცხი იქით არის ყვეთ. აი, მიდი. ეს გაიყო. და მიდით. ჯერ არა. ორი ბურთი დარჩა თამაზას, 3 დარჩა მარკუსას. მარკუსამ ჩახია. არა, ერთი დარჩა. მიდი. მოიცა მე დაგაგდებინე, მოიცა. გამარჯვებულია თამაზა!
მაშინ ასე, გადაცემა სარკასტიკა დღეისათვის დასრულებულია. გამარჯვებულია თამაზა. ჩვენ შევხვდებით მომდევნო ორშაბათს.